დამიდასტურეთ, რომ ჩემი ეკრანს ხედავს და შეგვიძლია დავიწყოთ უკვე დღევანდელი ლექცია. შვენიერი. კარგი. მანტი მაშინ ეხა ისეთი რამე ვქნათ ჩვენ. ესე იგი ვიწყებთ ეხა ჩვენ მესამე ლექციას უკვე. წინა ლექციებზე გავიარეთ, როგორ უნდა დავინსტალიროთ WordPress-ი, როგორ უნდა გავაკეთოთ მისი სრული რეზერვაცია, როგორც მონაცემთა ბაზის, ასევე ფაილური სისტემის და დღეს უკვე გადავდივართ WordPress-ის შიდა სამზარეულოში, ხო? უნდა ვნახოთ, როგორ კეთდება გვერდები, როგორ კეთდება პოსტები, რა განსხვავებაა მათ შორის, როგორ უნდა მართოთ პოსტები დროში, ხო? მაგალითად, გვინდა რომ ეს პოსტი გამოქვეყნდეს რაღაცა 2 კვირის შემდეგ. ან წინასწარ დავწეროთ რაღაც 30 პოსტი და მე ნელ-ნელა შესაბამის დროს გამოქვეყნდეს ხოლმე ეს პოსტები. ასევე გავივლით ნახავთ რა არის WordPress-ის თეგები, რაში გამოიყენება ეგენი. კიდევ ნახავთ როგორ უნდა დავამატოთ ლინკები, როგორ უნდა გავასწოროთ ეგ ყველაფერი და შევეხებით ძალიან მარტივ ერთ plugins, ეგ არის Elementor-ი, on ძალიან basic რაღაცებს გავაკეთებ დღეს Elementor-ით და შევქმნით მაგითი უკვე გვერდს. და მე კიდე გვაქვს პოსტები, როგორ უნდა შევუცვლო, პოსტებს როგორ შევუცვლოთ ადგილები, მენიუ ხო, აი მენიუ დამოვიწყდა და მენიუ როგორ უნდა გავაკეთოთ WordPress-ში სხვადასხვა ადგილებზე. ასევე ვნახავთ როგორ გამოიყურება თემები, რა არის პლაგინები და ამას უკვე სხვა ყველაფერს ჩავშლი უკვე შეგნით. პირველ რიგში რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის სერვერის დასტარტვა, როგორც გვახსოვს, ხო? უნდა დავსტარტოთ XAMPP-ის სერვერი. გავუშვოთ XAMPP-ი. თუ გაიხსნაოდეს მე. აუ, ეხა ამას რა გადმოათრევს აქედან. აუ, ეს არ მახსოვს ეხა როგორ კეთდება. ხართ. აუ, XAMPP-ი მქონდა გადატანილი, ეხა იქით მხარეს მე ვეჭველი. მეორე მონიტორზე. ხო და ხა იქიდან ვერ გადმოვიტან ვერანაირად ალბათ მე ამას აქეთ მხარეს. ეხლა აქ მეორე მონიტორიც არ მაქვს, რომ გავხსნა ეგ. როგორ დავსტარტო ეხლა სერვერი? შეიძლება თუ სხვაგან გადაიტანა. განსაცვალებელია ეხა ეს. მეგონი ვერანაირად ვერ გადმოვიტან ეხა XAMPP-ს აქეთ მხარეს. კარგი. რადგან XAMPP-ს აქეთ მხარეს ვერ გადმოვიტან, localhost-ზე რადგან ვერ ვიმუშავებ მე. მაგ შემთხვევაში აუცილებლად გავეთიშე იმას calls მე მგონი. ჩემი ხმა აღარ გესმით, ხო? თუ გესმით, სად არის? გესმის. კარგი, მაშინ ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, რადგან XAMPP-ს ეხა ამ მონიტორიდან, ანუ რადგან მეორე მონიტორზე მქონდა სახში გატანილი და აქეთ მხარეს ვერ გადმომაქვს ეხლა ამ მომენტში. არ ვიცი რა, თუ იცით როგორ უნდა გადმოვიტანო, დამეხმარეთ. თუ არა და მაშინ გამოვიყენოთ უკვე სერვერი და სერვერზე ვნახავთ თან როგორ კეთდება ეგ საქმე. ეს ის არის თან მინდოდა რომ დღეს სერვერიც მეჩვენებინა თქვენთვის. ილიონიმ გამოგვიყო ჩვენ სერვერი, Mediacom-ზე ვიმუშავებთ და აქ არის შექმნილი თქვენი საიტების, რომელზეც უდომასაც მოგცემთ, თითოეულ ფოლდერში გექნებათ რაღაც თქვენი WordPress ჩაინსტალირებული, გექნებათ თქვენი ლოგინი და პაროლი, შევხვალთ და ნახავთ უშუალოდ თქვენ ვებსაიტზე და ამაზე გააგრძელებთ აწი უკვე მუშაობას. ну სანამ ამას ავხსნი რა ხდება, მანამდე შევქმნი ერთ ჩემთვის დამატებით ფოლდერს, რომელშიც ჩავაინსტალირებ ახლა უცებ WordPress და დავიწყოთ მაგაზე მუშაობა. ამას დავარქვი პირობითად Erendils. თუ მინდა რომ ახლა მივწვდე უკვე ამ ჩემ კონკრეტულ ფოლდერს, ამისთვის უნდა შევიდე Mediacom Ilioni, Mediacom Ilioni.g, მერე slash და აქ უნდა დავწერო უკვე აი ამ ფოლდერის სახელი, რაშიც ჩაინსტალირებული ეს ყველა ფოლდერი, ფოლდერები და ამაზე მიწერთ უკვე Erendils-ში, გადავდივართ ჩემ ვებსაიტზე. ესეთი გრძელი ლინკები გექნებათ თქვენს. შემთხვევაში ეს errors არ წერს, უბრალოდ არაფერი არ არის ამაში და მაგითო ჩანს ესე. ეხლა გადმოვიდეთ აქეთ მხარეს და ამაში ავტვირთოთ ჩვენ WordPress-ი. ჯერ ნახავთ WordPress-ი თუ მაქვს კომპიუტერში თუ არა და გადმოვიწერ მაგასაც. download-ებში WordPress მე მგონი არ მაქვს.
ან აი კარგი ვარიანტი იქნება, მოდი თავი და რო არ დავაინსტალირო WordPress-ი, უკეთესი ვარიანტი იქნება თუ მე ლოკალური სერვერიდან ავწევ სერვერზე უკვე ჩემ კონკრეტულ ფაილებს. აი ძალიან კარგი მაგალითი გამოვიდა ეს უკვე. ამისთვის მე დამჭირდება ფაილური სისტემის ატვირთვა პირველ რიგში. გადავიდეთ ჩვენ XAMPP-ის ფოლდერში. C დისკზე. მე ვნახოთ XAMPP, მე ვნახოთ HD Docs-ი, მე ვნახოთ უკვე სად არის Unilab, ესე და ეს მთლიანად ამას ხელი მოვკიდოთ მთლიანად და წამოვიღოთ თავისი backup ფაილიანად ჩვენ სერვერზე. სანამ ეს ახლა თავის საქმეს გააკეთებს, ჩვენ მეორე მხარეს ისევე შევიდეთ უკვე Flask-ზე. და მანამდე შევქმნით უკვე მონაცემთა ბაზა. ამას ვაკეთებ Media.com-ში და ეხლა აქ გვინდა ჩვენ database-ები. ეხლა შევქმნით ერთი მონაცემთა ბაზა. ამ მონაცემთა ბაზას დავავწერ Rendils. პროცესები და ჩავიწეროთ, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში ესენი მაქსიმალურად უნდა გქონდეს შენახული, იმიტომ რომ თუ დაგვეკარგა, მე ვერც აღარ გავიგებთ მაგას. ეს არის DB name-ი. DB name-ი, აი ესე გავაკეთოთ. მერე გვინდა მეორე, რასაც ვქმნით, ეს არის DB username-ი. და მერე გვინდა DB password-ი. localhost-ი იქნება localhost-ი, მაგას დავტოვებთ. სად არის? აი აქ არის. ეს გადავაკოპირე. Related database-ები არ გვჭირდება, database username-ი გვინდა irendili. აქ უკვე თუ ჩვენ იმაზე რა ქვია თუ ჩვენ localhost-ზე არ ვქმნით საერთოდ ეგეთ რაღაცებს irendil 1 2 3 და ეს ახლა გავუკეთოთ მაგას. ან დააკეთებ მოდი. თუ localhost-ზე ვაკეთებდით ხოლმე ესეთ რაღაცას რომ არ ვქმნით username-ს და parole-ს, ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში გვიწევს, იმიტომ რომ ეს არის უკვე სერვერი. irendil აღლუკა M93 ეს იყოს parole. ამ parole-ს გამოიყენებთ თქვენით მონაცემთა ბაზისთვის მე. აქ ჩავკოპირებ. ეს. ისტორია ნამდვილად. Your password isn't complex enough. აკაი, მოდი uppercase-ი დავუწეროთ პირველი და მე უკვე ახტება. მაინც არ შევა? აჰა. ეს ჩვენი parole. მე confirm password-ი აქაც დავაკოპიროთ. Hello local connection. აჰა, ეს იყოს. ეგა, გავაკეთეთ მონაცემთა ბაზა. დავამახსოვროთ თან. ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ მხარეს აქ უკვე აიტვირთებოდა რაღაცა. მართალი აიტვირთა. ეხლა ესე დავარეფრეშოთ. ხედავთ რომ აქ არის რაღაცა უკვე error-ს ხედავთ რაღაცეებში. ის ტიპი error 500. ალბათ მე უკვე უკვე დრო არა მივობა ამას მონაცემთა ბაზა. მაშინ ეხლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. შევიდეთ ამის wp-config.php-ში. wp-config.php-ში გადავიდეთ. და აქ უნდა გავუწეროთ შესაბამისი სახელები, ხო? შევქმნით აი ჩვენი მონაცემთა ბაზა. ასე. აი ამ ადგილზე გავწეროთ. მერე სახელი გავწეროთ ამაში მეორეში. სადაც რო ტიპო კამამეში მოცემული და გავწეროთ კიდევ ასევე parole. localhost-ი დავტოვოთ. ესენიც დავტოვოთ, სხვა არაფერი არ გვჭირდება ახლა. apply მივცეთ, ნახოთ აქეთ გამხარეს რამე თუ შეიცვალა. არაფერიც არ შეიცვალა. ეხლა გვინდა რომ გადავიდეთ ჩვენ მონაცემთა ბაზაში. და აქედან გამოვიდეთ, აქ ყველაფერი დასეივებული. მე პრინციპში არაფერი აღარ ჭირდება. cancel-ი მივცეთ. და გადავიდეთ უკვე მონაცემთა ბაზაში, სადაც შევუცვლით უკვე links
რაც გავაკეთეთ ახლა. იმიტომ რომ კონკრეტულად მონაცემთა ბაზაში რაც ჩვენ გვქონდა ირენდილი მინდა ახლა აქ ირენდილი სად შეიქმნა. вообще უნდა იყოს აქ. არ მინდა, აი вообще შევსვარ. აი ეს არის ჩვენი მონაცემთა ბაზა. PHP-MyAdmin-ში გადავიდეთ და ცარიელია ჩვენი თეიბლები. ეხლა აქ ავტვირთოთ უკვე ჩვენი მონაცემთა ბაზა. ამისთვის ნუ ეს არ მუშაობს ეს ჩავხუროთ. ამისთვის აქ უნდა ავტვირთო უკვე დაექსპორტებული მონაცემთა ბაზა იქიდან, ხო? ერთი ნახავ ლოკალჰოსტი თუ მუშაობს. ეს არ იმუშავებს. არ მუშაობს. დაექსპორტებული მონაცემთა ბაზა იქ მე მქონდა. ეხლა შემოვიტან იქიდან. choose file. იმედია მქონდა. აქ არ არის, მაშინ ნაგავში ყველა ვარიანტი იქნება. თორე გამიფეილდება ამისი ავტვირთვის მცდელობა. მოდი ფორმატით მოვძებნოთ SQL-ი, აი უნელობ კურსი. რესტორი და ეს წავიდო და ეხლა დაუნლოდებში. აი აქ არის 2058 მეგაბაიტი, ეხლა ეს ილიონი გაგვიკეთა ეს სერვერი და მაგიტოა, თორე ისე 50 მეგაბაიტი არის ხოლმე დეფოლტად მაგისი ზომა. აი უნელობ კურსი ეს ავტვირთოთ და შემოვიტანოთ უკვე ფაილი. ხო, აქ გვჭირდება მცირე მოდიფიკაციები ეხლა. თუ აქამდე იყო მოცემული რაღაცა localhost რაღაც unilab-web რაღაცა, ამ შემთხვევაში ჩვენ აქ უნდა მივხვდეთ უკვე Mediacom-ის აი სრული ლინკი. არის და იქ. აქაც. პრინციპში, ესეც და-update. შე მეტი აქ პრინციპში არაფერი არ გვჭირდება. რამე თუ არის სხვა განსხვავებული. მეტი არაფერი. ეს აქ უკვე რაღაცას უნდა მაჩვენებდეს. მე მინდა რომ რომელიმე თქვენგან მე მგონია ეხლა რომ ბლოკავს თვითონ ამისი firewall-ი. ილიონის სერვერის firewall-ი. ამიტომაც მინდა რომ აი ამ ლინკზე გადახვიდეთ თქვენ. სად არის? ჩაგდეთ ახლა ამას კურსზე და აბა შეხედეთ თქვენ რას გაგიხსნით აქეთ. აბა ნახეთ. ჩემთან არ გახსნა საერთოდ. ეს აწერია როგორც ჩემთან აწერია ისე? კი. კარგი, ნახოთ აბა მაშინ რა დავაკელით ახლა ჩვენ ამას. ფაილებში გადავიდეთ წამოდი, file managers. მე შევიდეთ Mediacom-ზე. მე ჩამოვიდეთ Mediacom-ზე. ხო, პრინციპში სწორად ვარ რა უნდა. რამე ხوار მეშლება მეტად. ნახოთ სტუდენტ 9-ს თუ გახსნის. student 9. ეს არის forbidden-ი, ნუ ამას სწორად მიმართავ. და რომ ირენდილი მქონდეს. აი ირენდილზე არ მაძლევს წტომას. ეხლა შევხედოთ შიგნით რა ხდება ამაში ირენდილში. არენდილ, ეს სწორად მიწერია. კარგი. მაშინ შიგნით შევხედოთ ეხლა რა ხდება. მოცემული გვაქვს რა? ესე სწორია, trackback-ი. block header ეს რეებია. ხო, სწორად ავტვირთე ფაილი. C disk-ზე. მე XAMPP. მე htdocs-ი. და აქედან ხო, არა და სწორად წამოვიღე ყველაფერი. იცი რას ვიზავ? აქ ხო რა, აქ შეიძლება რაღაც გაფუჭებული მქონდა მე და ბოლოს ალბათ აღარ გავაკეთე. მოდი, იცი რას ვიზავ? ამას წავშლი. და აქ მაქვს აი ესე. დანარჩენი ფაილები და ამ ბექაპის ფაილს ამოვაგდებ მანდიდან.
სად იყო მოდი ყველას მონიშნო. ესე და ეს დავტოვოთ მარტო. და დანარჩენები გავუშვათ ნაგავში. ესე და ეხლა ამოვარქივოთ უკვე ჩვენ ეს ჩვენი backup-ის ფაილი, რაც გვქონდა წინაზე შენახული. დაველოდოთ ცოტა ხანი ქნას თავის საქმე. ხო, ის დავიწყებული მქონდა, რომ იქით ეკრანზე მქონდა დატოვებული ეს და ეს არ მახსოვს. არ მახსოვდა როგორ განმომიტანე. აქეთ მხარეს მე იქნებ ეცადო რომ რაღაც დავაინსტალირო ამ Mac-ზე. XAMPP. სანამ ეგ რაღაცას გააკეთებს. აჰა, მან მოიტანა ეს ყველაფერი აქედან. აი ხომ ხდასებს. ხო, ეს უკვე კარგია. ეს არის error establishing database connection და ეხლა ვნახოთ რა აქვს ამას გაწერილი. ეხლა უბრალოდ უნდა შევუცვალოთ რაღაცებს. ესე თავამუშავოთ ყველაფერი. იმაში ვეჭველი რაღაცა მქონდა გაფუჭებული იმ ფაილებში და მაგით არ აჩვენებდა. სად არის ეხლა აქ config.php-ის ბრალი არის ეს დარწმუნებული ვარ. ესე და აქ უნდა გავწეროთ ეხლა წეღან რაც გავაკეთეთ იგივე. იმიტომ რომ სხვა ფაილები აბსოლუტურად. წამოვიღოთ ეხლა ესენი. ესე გავწეროთ ამას აქ არის js. მას ესე მოგიწევთ თქვენი ფაილების ატვირთვა, ის ძალიან კარგია, რომ ესეთი ერორი დაგვემართ. მე მაინც უნდა მესწავლები. შეგიძლიათ უკვე ესეთი პრინციპით აწიოთ თქვენ სერვერებზე ფაილები. ესეც მესამე. ეხლა მგონია უნდა გამოსწორდეს რაღაცეები. აჰა, მივიღეთ უკვე ჩვენი ვებსაიტი. ამაზე ხარ რომ შევიდე, WP admin-ის მივაწერ. prefix-ი რაც არის, ხო, table prefix-ი. WP admin და გადამიყვანს უკვე login well-ში. აღარ ამაშინა ჩავწერ ჩემი login და paroli, რაც არ მახსოვს. თქვენ ხარ გახსოვთ რა paroli მქონდა. უკრი 1 2 3. კი. ძალიან მარტივია. კარგი. ესე იგი, მოდი ახლა რას ვიძახოდი? ეს ცოტათი გაგვეწელა ლექსიის დაწყება ამ ამბავში, მაგრამ მოდი ერთ წამი გადავხედო სილაბუსს, რომ კარგად მივყვე. დავიწყოთ გვერდებზე და პოსტებზე საუბარი თავიდან. ეხლა რა არის გვერდები და რა არის პოსტები, ხო? ნუ წინა ლექციაზე ცოტათი ვახსენე ყველაფერი, მაგრამ მოდი ახლა ცოტათი შეგნით შევიდეთ. გვერდები არის სტატიკური ელემენტები, გვერდებს არ ვიყენებთ არანაირი დინამიური ფუნქციონალური შესაქმნელად, ხო? გვერდებში იგულისხმება თავარი ჩვენ შესახებ სერვისები, კონტაქტი, გალერეა და ესეთი მილიონი გვერდი, რომელსაც ვიზუალურად უყურებთ, მაგრამ ისეთი გვერდები, სადაც მოცემული გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე გთხოვს სხვა გვერდზე გადავიდეთ, ან შიდა გვერდზე წავიკითხოთ სრულად და ასე შემდეგ, ეგ ყველაფერი არის უკვე პოსტები, რომლებიც იმართება დროში. შეგვიძლია დავაექსპორტოთ, გავიტანოთ, რომელიმე სხვა საიტზე გადავიტანოთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფუნქციონალი აქვს თვითონ პოსტებსაც და დანიშნულებაც უკეთესი აქვს რა. SEO-შიც უკეთესი არის, იმიტომ რომ ზიარდება Facebook-ზე გვერდით შეგვიძლია გადავაზიაროთ, მაგრამ რა თქმა უნდა პოსტების გაზიარება უკეთესი ვარიანტი არის, ხო, იმიტომ რომ შესაბამისი სემანტიკური HTML-ი უწერია პოსტებს. სოციალური ქსელისთვის ადაპტირებული არის უკვე ყველაფერი. ეხლა აქ რა ხდება? ნუ პოსტები შეგვიძლია კიდე კატეგორიებად დავყოთ, მივაჭოთ თეგები, მე თეგები განსაზღვროს იმას, როგორ უნდა მოიძებნოს ეს ჩვენი კონტენტი ვებსაიტზე, Google-ში და ასე შემდეგ, ხო? კატეგორიების მიხედვით შეგვიძლია ჩავშალოთ და კიდე ბევრი რაღაცა აქვს მაგას გაკეთებული. ეხლა მოდი ჩავყვეთ, ჯერ შევქნათ, მოდი 1-2 გვერდი. მაგალითად, თავარი ჩვენ შესახებ და კონტაქტი შევქნათ ეს 3 გვერდი და ჩავაგდოთ მენიუში. მე რეალურად მენიუს რო გამოვიტანთ თავარ გვერდზე, უკვე დავიწყოთ ამ გვერდების აწყობა და გადაკეთება. იმისთვის რომ ეს გვერდები გავაკეთოთ, მაგისთვის გვჭირდება პლაგინი, რომელსაც ქვია Elementor-ი. დარწმუნებული ვარ, რომ ისაც WordPress-ზე რამდენი ცოტათი მაინც შეხება გქონიათ ეს პლაგინის გეცოდინებათ. ეს არის
უმარტივესი პლაგინი, რითაც ატყობთ ვებსაიტს იმის გარეშე, კოდის წერის გარეშე. ელემენტორი დავაყენოთ. ემანამდე აქ ჩემი კლიენტის საიტზე შევალ და ელემენტორის პრო ვერსიასაც გადმოვიწერ. რაც მე ავუტვირთი ასევე. ესეთი ლიაუნი მგვაჩუქა. და სანამ ის დაინსტალირდება, კი არა და დაინსტალირდება, მანამდე ჩვენ ეს გადმოვიწეროთ და ხო, ეს არის სი-პანელი, მეგობრებო, რადგან გელაპარაკეთ პირველ ლექციაზეც, ანუ ორი ტიპის მართვის პანელებს ვიყენებ ხოლმე ძირითადად, თქვენ შეიძლება რა კიდე რამდენიმე სახესაც შეხვდეთ, როგორც არის direct admin, რაც არის საშინელება და 99-ნების გადმონაშთი, მაგრამ თუ შეხვდებით, იმასაც არ დაიბნეთ, იგივე თულები გექნებათ თქვენც. ფაილ მენეჯერი ამისი ბევრად ჯობია პლესკისას, მე მაგათაც სი-პანელზე მუშაობა ბევრად მირჩევნია ხოლმე. სად არის WP კონტენტში? ეხლა პლაგინებს არ უნდა ვიპოვო. როიცოდეთ ხომ მაინც ესეთი გამოსადეგი რაღაცა არის WP კონტენტში უნდა შეხვდეთ პლაგინები, რომ ნახოთ თემების და პლაგინების ყველაფერი აქ არის. უნდა გადავიდეთ პლაგინებში და გადმოვწეროთ აქედან უკვე Elementor Pro. სად არის ხა ეს Elementor Pro? JS Composer. მოდი აი ესეც დამჭირდება, ამასაც გადმოვიწერ. ჯერ კომპრესაციას გავუკეთებ ამას. სად არის Elementor-ი არ არის აქ? აი პრინციპში სლაიდერის დამჭირდება, ეგეთ გადმოწეროთ, მაგასაც განახებთ რა. მაშინ აქ თუ არ არის მაშინ ეს ყველაფერი იქნება. სად იქნება ეხლა ბოლო საიტზე გავაკეთე. ოკეი, ეხლა იქნება. უბრალოდ ცოტა ხანი სკრინში არ უნდა გაგითიშოთ თქვენ, იმიტომ რომ ეს საიტი კონფიდენციალურია და ამ საიტს ვერ გაჩვენებთ თქვენ. ეხლა გადმოვიწარ იმ პლაგინსაც და მე გავაგრძელებთ უკვე სკრინში. ამიტომ ცოტა ხანი სიბნელეში იყავით. ამუშავს, ოღონდ არ მოდუნდეთ. ესე ეხლა მე შევალე იქნებ ეს ფაზე ცოტა ხანი ჩემი ხმის მოსმენა მოგიწევთ მარტო. მაგრამ ცუდი ხმა არ მაქვს. 2023. შევედი ამაზე. ოღონდ ეგ არ მახსოვს ამისი ლოგინ დეპარტამენტი, მგონი ტყუილად გაგითიშეთ ეკრანი, მაგაზე არ მახსოვს. როგორ უნდა შევიდე, სადღაც მექნება drive-ზე, ხა მაგას მაგ პლაგინისაც ვიპოვე. პლაგინები მაშინ ამჭირდება უკვე. სად არ ვიპოვე? არა ვიპოვე. ამას გადმოვიწერ ახლა. JS Composer S1 მინდა რომ გადმოვიწერო. თუ ვერ ვიპოვე ელემენტორი, მაშინ Visual Composer-ით გასწავლით რაღაცებს და ელემენტორზე მერე გადავალთ. ესეც მაინც სასწავლი გვაქვს. ესეც დავაკომპრესიროთ და ისე გადავიწეროთ. Shift archive. ეს გავააქტიუროთ. Pro ამის იმიტომ მინდა რომ ძალიან ბევრი ფიჩერი აქვს. ძალიან კარგი პლაგინი არის თვითონ. და პროსტ თუ გაქვს ძალიან ბევრი რაღაცას კიდე გიხსნის ზემოდან. ეხლა როგორ ავტვირთოთ გადმოწერილი პლაგინები? შეიძლება შევიდეთ მაღაზიაში, ვიყიდოთ ჩვენ პლაგინი ან თემა, შესაბამისად მოგვიწევს რაღაცები ავტვირთოთ ვებსაიტზე, ხო? მაგისთვის შევდივართ ასევე. თუ პლაგინს ვტვირთოთ პლაგინზე, თუ თემას ვტვირთოთ APRN-ში, მერე თიმში გადავდივართ. თუმცა შეგვიძლია რომ ასევე შემოვიდეთ ფაილ მენეჯერში, სად არის? ეს აღარაფერი შეღარ გჭირდება. არც ეს პრინციპი შეგვიძლია გჭირდება. გადავიდეთ ჩვენ ფაილურ სისტემაში, სადაც გვქონდა. მოდი მემირჩენე რომ აქედან განახოთ რაღაცები, იმიტომ რომ აქედან ნატვირთვა ძალიან მარტივია. Plugins, add new და მერე upload-ზე უნდა მიცე, აი upload plugin და აქ აირჩევ ფაილს. მაგრამ ნუ ეს არის ძალიან მარტივი გზა, თქვენ ნუ ესე გააკეთებთ ხოლმე, მაგრამ შეიძლება მოგიწიოთ ხოლმე რომ იმუშაოთ ასევე პანელებთანაც. უფრო სწრაფიც არის რომ პანელზე იმუშაოთ. Media.com-ში შევიდეთ, მერე ვიპოვოთ ამაში ჩვენი ფოლდერი. პრინციპში უკვე ჩვენ ფოლდერში შემაგდო ეგრევე, რადგან ერთხელ შესული ვიყავი. და შესაბამისად გავხსნით WP კონტენტს, საიდანაც გადმოვწერე, იმ ადგილზე უნდა ავტვირთო. Plugins და მერე upload file. ეს არის ჩვენ JS Composer-ი. S1, ეხლა მეორეც გამოვიდა და აქედან.
ამ პლაგინებს გაგიზიარებთ. ერთი არის სლაიდერის გასაკეთებელი, მეორე არის თვითონ ბილდერი. იგივენაირია როგორც არის ელემენტორი, უბრალოდ მე ელემენტორი უფრო მეტად მირჩენია ამ ბოლოს, თავიდან მე დავიწყე JS Composer-თან იგივე Visual Composer, Web Bakery, Page Builder, სამი სახელი. ეს აღარ მინდა გაწერ სლაიდერი. მინდა და ეხა ეს. ეს ერთი პლაგინი ავტვირთეთ და ეხლა ეს არის ელემენტორი აქ არის. JS Composer-იც მოდი პარემ მოვარქივოთ. და ჯერ მოდი ავტვირთოთ მთლიანად. ესე. ესეც აიტვირთე და ეხლა ეს ორი პლაგინი არანაირად არ გამოჩნდება ამ ჩვენ პლაგინებში აქ. იმიტომ რომ რეალურად WordPress-ის ძრავი ვერ ხედავს თვითონ მაგას. ეს არის დავარეფრეშო, აი არაფერი არ შეიცვლება აქ, იმიტომ რომ ვერ ხედავს ძრავი მაგ ფაილებს. მაგისთვის უნდა დავეხმარო ჩემ ფაილ მენეჯერში და ეს ყველაფერი ამოვაარქივო, რომ კოდის ფაილებამდე მივიდეს. Web admin plugin-ში უნდა ჩავაინსტალირო კი ბატონო Rep Slider ეს ერთი. ხა მეორე ესეც. ჯერის გააკეთოს მე ამას იზავს. პრინციპში სამის გადმოწერა აღარ დამჭირდა, მაგრამ აქეთ ამაზე პარალელურად გავუშვებ ამის ინსტალაციასაც. რაო? ეს ფაილის გახსნა არ შეუძლია. კაი, მე მაგას გავაკეთე. აჰა, ესენი გავაკეთეთ, ეხლა შეგვიძლია დავარეფრეშოთ ეს ჩვენი გვერდი და აქ გასააქტიურებელი ორი პლაგინი გაჩნდება კიდევ ზემოთ. ეს არის ერთი Slider Revolution-ი და მეორე არის Web Bakery Page Builder. სადაა თორე გაჩნდა Page Builder. მეორეს არ დაუმთავრებია. JS Composer-ი არა მოარქივდა. ხა აკეთებს. მაგასაც დავალოდოთ ცოტა ხანი. ასეთი რაღაცები ლოგინი არ გვიწევს ხოლმე, როცა საკუთარ კომპიუტერზე მუშაობთ. იმიტომ რომ ეს არის სერვერი სხვაგან არის და ეხლა მე რეალურად რაღაც ისე ორი корпуსის იქითკენ com servers უგზავნი. თუ რა თქმა უნდა ილია შენობაში არის ეს სერვერი, არ ვიცი აქ არის თუ არა. ერთი ორი корпуსის იქითკენ ვგზავნი მაგ request და იქიდან იწერს რაღაცებს. ან შეიძლება კომპიუტერში მე ახლოს იქვე მაქვს რაღაცები. კარგი, მოდი ეხლა ესეც დავარეფრეშოთ. გაჩნდება კიდევ ერთი პლაგინი, აი, Web Bakery Page Builder-ი, ეს ორივე მოვნიშნოთ და bulk actions შევცვალოთ activate-ით, დავაეპლაიოთ და გაგვიჩნდება ორი ახალი პლაგინი. და აქაც გაჩნდება ორი ახალი ფანჯარი, Slider Revolution-ი, მეორე Web Bakery Page Builder-ი. და იყო, აი, Web Bakery-მ კიდევ ჩამოთვალა ქვემოთ რაღაცეები და ქვემოთ გვაქვს Slider Revolution. მოდი ჯერ ვცადოთ page-ის აწყობა მარტივად Elementor-ის basic version-ით. ეხლა რო აღარ ვეძებოდოთ რომ აღარ ვკარგო რაღაცეებზე, basic version-ით ავაწყოთ და Pro-ს შემდეგ ვერსიაზე შევეხოთ უკვე. ეხლა აქ ნახეთ რა ხდება. თქვენი ედიტორებისგან განსხვავებით აქ მე გამიჩნდა უკვე სამი ახალი ფანჯარი. ერთი არის ეს, ანუ პირველი ეს არის Visual Composer-ის ფანჯარა, რომელიც მაჩვენებს როგორ ჩაირთოს builder-ი ჩემ page-ზე. მეორე არის Gutenberg-ის ედიტორი, რასაც გითხარით, საშინელებაა თქო. Gutenberg Blocks არის ესეთი ედიტორი. არის საშინელება თვითონ WordPress-ში იმპლემენტირებული ედიტორი არის. მაგას არასდროს არ ვიყენებ ხოლმე და მესამე არის უკვე Elementor. მოდი ჯერ დავიწყოთ Elementor-ის გამოყენება და მე გადავხედოთ უკვე ამას, აქ რა ხდება. ეს ბევრად უფრო მარტივია ვიდრე Elementor. ამას დავარქვათ მოდი home-ი, დიდი ასო თქონ. lower case-ით დაწერილი გვაქვს უკვე. დავაპაბლიშოთ, სახელი ჩაიწეროს link-ში. ლინკები აქ გასწორებული გვაქვს, ხო? მაინც შევხედოთ, წინაზე ჩვენ ხო გავასწორეთ permalink-ებში. სად არის permalink-ებში? აი ეს გადავიდეთ ცალკე. როგორც მახსოვს post name-ი გავასწორეთ. მაგრამ აქ მაინც ჭირდება რომ მოვნიშნოთ ეს. post name იგივე page name-იც იქნება, ხო? page name-ზეც მოქმედებს, ანუ დირექტორის სახელს არქმევს უშუალოდ შესაბამის links. აქ დავარეფრეშოთ ახლა. ყველაფერი კარგად არის. ეხლა გავხედოთ გარეთ ჯერ რა ხდება ამაში. მე დავიწყოთ უკვე რაღაცების გაკეთება. File not found-ო ამამიქ, რატო ამოვაგდო ეხლა ეგ. Home 2. მოდი გავხედოთ ეხლა რა ხდება აქეთ. File not found ნიშნავს, რომ არ არსებობს შესაბამისი ფაილი სერვერზე.
თუ ყველამ ეგეთი რაღაცები დაწერა, მაგ შემთხვევაში რაღაცა პრობლემა აქვს უკვე მაგას. რა ხდება ახლა ალბათ რაღაცები ხელს უშლის უკვე. მოდი ავდგეთ და ყველა page-ი წავშალოთ ახლა ჩვენ. რაღაცას ვერ ხედავს დირექტორიის, ესეც წავშალოთ. ლინკები რო გავასწოროთ, შეიძლება მაგისი ბრალი იყოს. ესე, add new. შევქმნათ რამე გვერდი, დავარქვათ ამას home. მოდი ამაში რამე დავწყოთ. This is heading. Publish-ოთ. გავუშვათ previews. ვა, რაღაცა ჭირს ახლა ამას. ხაი გასარკვევია მაგას რა ჭირს. მოდი, მაშინ დავიწყოთ ამის დებაგინგი ახლა ჩვენ. ჯერ ყველაზე პირველი რასაც უნდა მიაკითხოთ ხოლმე მაგ დროს არის პლაგინები. პლაგინებმა შეიძლება ბევრი რაღაცა აგირიოთ ვებსაიტზე. ამიტომაც ავალ ახლა ერთი დირექტორიით ზემოთ და plugins folders გადავარქმევ სახელს. და ყველას დეაქტივაცია მოხდეს plugin. ესე. home. იგივე შედეგი მაქვს. ეხლა ნეტა რა უნდა მაგას, თან საინტერესო. tool-ებში არ მინდა, სად იყო setting-ებში, permalink-ები. post name, post ID ესენი რა შორშია. მოდი განვაახლოთ ახლა ჩვენ htaccess ფაილი ორჯერ. მე მგონი მოდი ხამლიქ ჩავაგდეთ, მაინც გამოვიცხავ, რომ მე არ ბლოკავს რამე. აბა თქვენ ნახეთ ერთი წამი და მითხარით იგივეს გიწერთ თუ არა. plugins ესე შემოვიტანოთ ისევე. არის plugin-ებში დავუბრუნდეთ აქეთ. მე გავაქტიუროთ. ეს აღარაფერს აღარ მჭირდება. File not found წერს, კი ბატონო. ახლა ხარისი ბრალია ეგ ყველაფერი. ჩავხედოთ ჩვენ ფაილურ სისტემას აქ რა ხდება. რატო ვერ პოვლობს შესაბამის გვერდს? მოდი აბა პოსტი შევქმნათ, ან დავუბრუნდეთ მთავარ გვერდზე. და ნახოთ რატო არ იქნება დირექტორიები. ესე hello world-ი. ოპა. ესეც არ მუშაობს. ესეც რო არ მუშაობს. ვნახოთ ახლა file. დავიტყოთ file not found რა შეიძლება იწოდეს მაგას. Python-ი არ მინდა, WordPress-ი მინდა. ესე, აბა ჩავხაი WordPress ორგი არის პირველი. ჩემ გარდა ამას უკვე ქონდა მილიონი გამოხმაურება rewrite rules request URL-ი ამიტომ ნახოთ ახლა რა უნდა. და გავუწეროთ ეს ახლა ჩვენ იმას. htaccess files. შევიდეთ ჩვენ plugin-ში, ახლა ნახოთ ეს თუ იმუშავებს. htaccess files უნდა მივაგნოთ თავარ დირექტორიაში. ეს თუ არ გიჩანთ, ყველა ვარიანტში უნდა ჩართოთ setting-ებიდან show რაღაცა hidden files, სად არის აქ არ მახსოვს სად არის, მაგრამ cPanel-ზე აქვს აი ამ ადგილას სად არის. ზემოთ setting-ებში აქვს show hidden files. ამაზეც ვნახავ მე და გეტყვით, ამაზე ზუსტად არ მახსოვს სად არის. შევიდეთ htaccess file-ში და გავუწეროთ ამას, ქვემოთ მივწეროთ rewrite rules. ეხლა ვნახოთ თავარი გვერდი ირთვება. ეს ჯერ კიდე არ ირთვება. გავაგრძელოთ მაშინ ძიება.
ნახოთ ეხლა რა უნდა. ეს რა არის really simple SSL. კაი, ეხლა ეს დავაყენოთ. და rewrite rule-ები თავისით გაწეროს. ეს პირველი პლაგინია. ვიცით ეხლა მაგას. დღეს ცოტათი უფრო პრაქტიკული სამუშაო გამოგვივიდა ვიდრე ლექცია. Activating. აბა ჯერ ეხლა ნახოთ სანამ ეხლა რაღაცას ვიზავთ. ჯერ დავარეფრეშოთ ეს გვერდი წამოიღოს. ამან არ უშველა. დავიწყოთ ამის აქტივაცია. მე რა გავუწერე ერთი წამი ეხლა მაინტერესებს აქ ლინკები სად არის generally. HTTPS წერია, აქაც HTTPS წერია. HTTP-ზე რო გამოვიყვანო. ამას შეიძლება სახე აიძროს ეხლა. საათი გავასწოროთ. იყოს თბილისი, იმიტომ რომ ეგეც შეიძლება მაგისი პრობლემა იყოს. ჩვენ დავიყოთ აზიაში. თბილისი. დავასეივოთ. გავამაგდო SSL-მა გარეთ. შევიდეთ ისევე შეგნით. SSL-ი გააქტიურებულია. ახლა ჩავხედოთ ამას. კარგი. ამან არ იმუშავა. გავყოთ ახლა შემდეგ რაღაცას, შემდეგ ვნახოთ. რაღაცა ყველა ვარიანტში იმუშავებს. აქ ვერ ვიპოვეთ სწორი პასუხი. ჩვენ შემთხვევაში სხვა პრობლემაა. Okay. ლინკი არის მოცემული, virtual host-ია მოცემული, HD access-ი ქონია ამასაც. აბა ეხლა ვნახოთ რა ხდება აქეთ. onია, okay, rewrite index PHP-ს აკითხავს. კარგი, მოდი, აჰა, ეს გადავაკოპიროთ, აი პასუხი. და ჩვენი HD access ფაილი. ეს დავშალოთ მთლიანად. გავუტეროთ ეს. აქ დავლოგინდეთ ისევე. ეხლა ჯერ შევამოწმოთ საიტი ხო არ აირია საერთოდ. ესე. პირველი მუშაობს, მეორე მაინც არ მუშაობს. კარგი. მოდი, ესეთი რაღაც გავაკეთოთ ახლა მაშინ ჩვენ. რადგან ესე არ მუშაობს არაფერი. ეს კიდე გავუშვათ ნაგავში. ეხლა თავიდან შევქმნათ გვერდი, იმიტომ რომ შეიძლება ამან გამოვასწოროს. რაცა ტექსტი დავარქვათ ამას. ჩავაკლოთ რამე. ტექსტი ჩავუკლოთ ამას. ესე. publish-ი მივცეთ და გავუშვათ ეხლა ესეც გარეთ. იგივე. კარგი. ეს ადრე კი მახსოვს, მაგრამ ის არ ხო ვიცი რომ HTTP access-ის ბრალი არის ეგ ხა. არ მახსოვს როგორ კეთდებოდა ეგ. ეს ვნახეთ, მე მგონი.
ხო, ეს ნახეთ უკვე. 404-ს არ გვიბრუნებს, ჩვენ file not found-ს გვიბრუნებს. აბა რას გვეუბნებიან? რაკენიო? Basically it lets you. Aha, okay, აი ეგ გავიგე. მერე აჰა, how to fix, გადავიდეთ fix-ზე. აქ ვართ უკვე highlights-ი, აქ ვართ უკვე permission-ები როგორ არის. It's probably set change it to აჰა, დავაი ეშმაკის რიცხვზე უნდა შევკოცლებინონ რაღაცები. ფაილებში გადავიდეთ ისევე უკან და ამის permission-ები შევცვალოთ. როგორ აქ ეს permission-ები? სხვანაირად არის. Change permissions. ვთქვით ამას. ესე. იგივეა. ანუ ეს authentication აიც არ შვება. კარგი. ეს 404 error-ი არის, იცი, not found. სად არის ამისი ლინკები? და ყველას ჩავუხდოთ ეს permission-ები. არ ვიცი მე როგორ მიყურებს ახლა ეს სერვერი, მაგრამ მთლიანად ვიცით ამას. Instant access გაწერილია ყველაფერი. permission-ები აქვს. კაი, ამან არ უშვა. rewrite rule-მა არ უშვა. ყველამ გამოვასწორა ჩვენ გარდა ეგ error-ი. File not found error in WordPress. გავუშვათ ხელა. ხო ჩვენ რაღაცას გვიბლოკავს ახლა ეს ვაჭველი ჩვენი სერვერის მხარეს არის რაღაცები გაკეთებული რა. rewrite rules არ გვიწერს. აჰა, ეს არის სწორი htaccess ფაილი. მაგრამ მაგას მე სწორად წერ უკვე აქეთ მხარეს.
Apply. ყველაფერი სწორია. მოდი რა ვნახოთ, იცი? მოვიდა ახლა მე WordPress და იგივე ბაზას მივაყრో და შევხედოთ რას იზამს. თუ აქაც იგივე იქნა, ესე იგი ეს არის ჩვენი სერვერის ხარჯი და მე მაგას სერვერის ხალხთან გავარკვე რა ხდება და როგორ ხდება მაგაში. სანამ მე ამას დავგუგლო, მანამდე მოდი ცალკე გავაკეთოთ ეგ აქეთა მხარეს. Page-ებში აქ არ მინდა. მინდა რომ ფაილებზე გადავიდეთ. Media.com-ში და პირობითად აი ერთ-ერთ თქვენგანს მე შევუქმნი აქ website-ს. ესე და აი student 1-ს ჩავუგდოთ ახლა ეგ ფაილი. Ciao. Tebili ხო არ არის, ხო დამიწერა completed იარი. ეს გავუშვათ, იმიტომ რომ ატვირთული არ არის. აი ეს არის უკვე ატვირთული ფაილი. კონკრეტულად ვერ გეტყვით ახლა რამ გამოასწორა, მაგრამ რაღაცა თავისით გამოსწორდა. მოკლედ რა ვიცი, გაკეთებული არ მუშაობს ახლა, მაგრამ რამ გამოასწორა ვერ გეტყვით ვერანაირად. რომელიღაცა მიმუშავა ყველა ვარიანტში და refresh დამავიწყო სადღაც. კაი, შეგვიძლია გავაგრძელოთ უკვე. ამასობაში 1 საათი გავიდა ამ ერორის გამოსწორებაში, მაგრამ მგონია რომ თქვენთვისაც კარგი გამოცდილება იქნებოდა ესეთი რაღაცის ნახვა. კაი, გადავიდეთ ახლა და აღარც ვაკეთებთ, ეგ გავაგრძელოთ, ნახოთ. ეს ამ ტესტზე რამდენად შეგვიძლია მუშაობა უკვე შესაბამისი ბილდერით. ამ შემთხვევაში აქ არის უკვე მოცემული რაღაცა გვერდის თავისი მახინჯი ბექგრაუნდი და მენიუც არ გვაქვს, ესეც სულად არის რაღაცა გაკეთებული, ამიტომაც მოდი ახლა ჩვენ ეს ყველაფერი რაღაცას დავამსგავსოთ, ხომ თავარ გვერდს დავამსგავსოთ. მაგისთვის ჩვენ მოდი ამით კი არ დავიწყოთ მუშაობა, დავიწყოთ ელემენტორით. ეს მაინც მახინჯი იქნება, მაინც ჯერჯერობით არაფერი არ გამოგწორდება, არაფერი არ იშველება. მაგრამ უყვეთ ახლა რაღაცებს. ახლა რა ხდება, როგორ ვქმნით website-ს? ეს რაც საქმეა VC row, VC column, ეს არის Visual Composer row, Visual Composer column, Visual Composer text და მე text block-ში არის ჩაგდებული. თითოეული ეს ბლოკი, რასაც ხედავთ, ხო, ეს block კოდი რაც არის, თითოეული ნიშნავს რაღაც კონტეინერის იდენტიფიკატორი არის, რაც მიმართავს კონკრეტულ ელემენტს კოდში, იქიდან იძახებს შესაბამის სტილებს და მერე აგდებს შესაბამის კონტენტს ამაში. ეს შეგვიძლია წავშალოთ ჩვენ უკვე არაფერში აღარ გვჭირდება. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ ალბათ. აქ ის არის რომ ეს სექცია შუაში რო გვაქვს მოქცეული, გავწელოთ მთელ გვერდზე. stretch-ი გავუკეთოთ. აი ესე. და box-ი რო არის, მივცეთ აუცილებლად full width. ეხლა ამაში უკვე შეგვიძლია ჩვენ ჩავაგდოთ რაიმე ტიპის სურათი და ამ სურათზე უკვე ვიმუშაოთ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, აქ თუ დააკვირდებით, page builder-ისგან დამოუკიდებლად აქ არის უამრავი ნაგავი შემოტანილი, რომელიც საერთოდ არაფერში არ გვჭირდება. მაგალითად, აი ეს ტესტი ხო რომელ გვერდზე შესულხართ და გინახავთ რომ ესეთი რაღაცა სათაური წერია ესეთ ადგილზე შუაში და მერე იწყება რაღაცა ვებსაიტი. ხო მთავარ გვერდზე ერთად ან სლაიდერია ხოლმე, რაღაცა cover სურათია მოცემული, ან რაღაცა ისეთი ხო პრინციპში cover სურათია, ან რაღაც ტიპოგრაფიული манипуляციით იწყება, ხო რაღაც ტექსტია და შესაბამისი ანიმაციები ეშვება იმაზე. ამიტომაც დავიწყოთ ჯერ ასეთი რაღაცების მოშორებით. აქ შემოდის უკვე ჩვენთვის საინტერესო inspect ელემენტი, რომელთაც დებაგირებას უკეთებ websites, debugging-ს უკეთებთ. უბრალოდ სანამ მაგას დავიწყებ, ახლა ჯობია რამე ტიპის სექცია შევქმნა, მოამზადო რაღაცისთვის, საბოლოოდ გავალამაზოთ უკვე ეს ყველაფერი
HTML-ს ისიც ძალიან მარტივად. ეხლა შემოვიტანოთ აქ ჩვენ იმიჯი. არა, მოდი იმიჯი არ გვინდა. აი, პარემ კარგი, რადგან დავაინსტალირეთ ჩვენ უკვე ის Slider Evolution-ი. მოდი შევქნათ Slider Evolution-ის ძალიან მარტივი ტემპლეიტი. ამას ტუტორიალს აგიტვირთავთ უფრო კარგად როგორ უნდა გამოიყენოთ. თუმცა ჩვენ უფრო მოგვიანებით ამას ცოტა სიღრმეში შევეხებით. Start Guides გავყვეთ. ავიღოთ მაგალითად სცენა არ გვინდა Slider გქონდეს. სცენა ერთ სურათს მოიცავს, მე მივცეთ ამას full screen-ი, ან მოდი full width-ი იყოს. მთლიან ეკრანზე გამოვიდეს და intelligent inheriting გავუკეთეთ, რომ მობილურზეც ავტომატურად დარესაიზდეს ეს ყველაფერი. ეხლა აქ რა ხდება? ამის მარტივი ძალიან მარტივი ინტერფეისი აქვს, ამას ძალიან გავს HTML-ს კი არა და Photoshop-ს და Illustrator-ს ან რავი XD-ს, ვისაც გიმუშავებთ გრაფიკულ პროგრამებთან. ასევე აქვს timeline-ი, ქვემოთ აი აქ არის timeline-ი, რომელიც ასევე გავს Adobe Premiere-ის timeline-ს, timeline-ი ყველგან იდეაში ერთნაირი არის ხომ. აქედან შეგვიძლია Slider BG Animation-სადაც არის, ხო? აი მაგას დავაჭიროთ, აქედან მხარეს გაჩნდება შესაბამისი ფანჯარა, transparent შევცვლი image-ზე. მე აუტვირთავ რაიმე ტიპის სურათს ამას, აქ ახლა არაფერი არ მექნება მე მგონი. რაც ისეთი landscape სურათი მინდა ლამაზი რო ავტვირთო დესკტოპზე რამე მექნება. აი მაგალითად აი ეს ავტვირთოთ. alt text-ში გავუწეროთ რომ ლივი არ მინდა. alt text-ში SEO-სთვის არის ძალიან კარგი რომ გავწეროთ სურათის სახელი. ეს იყოს რაღაცას გამჭედა მეგონა კომპიუტერზე. რატო არ წერებ? ქართულად არის? კაცად ვირთულად ჭერდა მაგით. ხალბათ დაიწერებ, აი ხა დაიწერებ. Cyberpunk დავწეროთ ამ სურათს. იყოს cover-ი ამაზე, ეს ერთი. და ეხლა დავაკოპირებ ამ slides, რაღაც ისე ორჯერ. რაღაცა 1-4 ჯერ დავაკოპიროთ ეს სლაიდერი. და ლამაზი სლაიდერი გამოგვიდეს. ან 3 წელი გვეყოფ. ეხლა ავდგეთ, მოდი და ამას გავუკეთოთ რამე ისრები, რომ ვებსაიტზე ესეთ კარგად გამოჩნდეს ეს ჩვენი ყველაფერი. სად გვინდა? აქ გვინდა ჩვენ ნავიგაციაში უნდა გადავიდეთ, მე arrow-ში, მე ჩავავდოთ ამას arrow და გაგვიჩნდა აქეთ მხარეს უკვე ისრები. თუმცა ჩვენ შეგვიძლია რომ ავირჩიოთ სხვადასხვა ტიპის ისრები მოცემული გვაქვს, აი მაგალითად ესეთი. უბრალოდ აქ ეს title და რაღაცები რო ჩანს, ეს განისაზღვრება იმის მიხედვით სურათ thumbnail-ში რა გატვირთული და ეს thumbnail-ი არის პატარა ტიპის სურათი, რომელიც აი ამ ადგილზე უნდა გამოჩნდეს, როცა მე მაუსი მიმაქვს. რადგან ეგ ჯერ გაკეთებული არ გვაქვს და მაგას არ ვეხებით საერთოდ, ამიტომაც მოდი მარტივი რაღაცა გავაკეთოთ. არის და ლამაზი მინდა. რაცა ესეთი იყოს. აი, კაი ლამაზი ის გამოვიდა. ეხლა ჩავთვალოთ ამას ბულეტები, რო ქვემოთ გაუშვეს. აი ესენი, ეხლა bullet type-ები ავიღოთ. ლამაზი რო გამოგვივიდეს ესეც. აი ესეთი კონდეს. და ეს დავასეივოთ. ეხლა შეგვიძლია რომ ეს ჩვენი სლაიდერი წავიღოთ ჩვენ წინ თავარ გვერდზე და ჩავაშენოთ უკვე შესაბამის გვერდზე. შეგვიძლია წავიღოთ shortcut-ით, შეგვიძლია წავიღოთ ასევე ამოვიტანოთ იქიდანაც. აი აქ პლაგინია, პლაგინი რა, ჩადგმა არის მაგის. აქ არაფერი არ მაქვს, შევქმნეს containers, წეღა როგორც გავაკეთე ამას გავწელავ. ესე ბოლომდე რომ ჩემი სლაიდერიც ბოლომდე გაიშალოს. აი ესე. მე აქ ჩავაგდებ უკვე შესაბამისად Slider Revolution-ის elements. და ეს ამარჩევნებს ჩემ გაკეთებულ Slider სამადელს. ეხლა apply-ს მივცემ. ამივარდება აქ უკვე Slider. მე დავავდით. დავავდითოთ და გავუშვათ ეხლა preview-ზე ეს ჩვენი გვერდი და შევხედოთ რა ხდება შიგნით. მოი სერვერმა ცოტათი გაგვიჭედა უკვე. დანელა მიაქცი. აქ ხო ეს პრინციპი აღარ არსებობს. მივიღეთ ჩვენი სლაიდერი. დავაჭერ. გადავა, შეიძლება უბრალოდ ანიმაცია არის ცოტა დიდი გაკეთებული. აი, გვემშობს. აი, იცვლება თუ დააკვირდებით ბულეტებს ქვემოთ
მაგიტო გავაკეთე, რომ პროგრესი დაგენახეთ. გადასვლები ამაზე არ აქვს გაკეთებული და მაგიტო არ ჩანს. სხვადასხვა სურათზე გამოჩნდებოდა, რა თქმა უნდა, fade ეფექტით გადის და გამოდის ეს ყველაფერი. ეხლა ნახეთ, აქ დაგვრჩა სიმახინჯეები. ზემოთ აი ეს არაფერი შეგვჭირდება, არ გვჭირდება ასევე აქ მე მგონი რაღაცა ერთი ის მაგრამ რაღაცა царელი ხო არ დავტოვე რამე. ესე და ეხლა ეს დავარეფრეშოთ. ხო, ზემოთ არის მოკლედ დარჩენილი. всё, პრობლემა აღარ აქვს. ზემოთ არის დარჩენილი რაღაც ისეთი კრემის ფერი, რაღაც ხორცის ფერი, ის კონტეინერის ნაწილი და ზემოთ არის კიდე ეს ტესტი. ასევე ქვემოთ გვაქვს მოცემული ესეთი სიმახინჯობები, რაც მინდა რომ მოვაშოროთ და დავტოვოთ ცარიელი ადგილი, რომ მე ავდგეთ და კონტეინერებით შევავსოთ უკვე თვითონ ელემენტორიდან. ამიტომაც ავდგეთ, წამოვიდეთ ჩვენ ფაილებში სად არის. ელემენტორში ცოტა ხანი გავანებოთ თავი და დავიწყოთ ვიჯეტების გასუფთავება, რაც არის აი ეს ნაგავი ქვემოთ რაც არის მოცემული. სად წავიდე ჩემი ის? გავიდეთ აქედან ისევ WordPress-ში. მე გვინდა appearance, ვიჯეტები და ეს search-ი და რაღაცები აქ არის მოცემული და ეგენ მოვაშოროთ. აქ არ გვჭირდება ეგენ. ვიჯეტებს ცოტათი მე უფრო გვიან აგიხსნით რა არის და როგორ არის. ეხლა ეს archive-ები მოვაშოროთ აქედან, არც კატეგორიები არ გვჭირდება. ესე. ამას save არ ჭირდება ავტომატურად აკეთებს მაგ ყველაფერს. დავარეფრეშოთ. და ქვემოთ უკვე აღარ გვაქვს არაფერი. ნუ მივიღეთ ქვემოთ უკვე ჩვენი ფუთერი და ეს არის უკვე ნაგავი, რაც მოყვება თვითონ თემას. ეხლა დავიწყოთ ამ ყველაფრის მოშორება. Title-ის მოშორება უნდა გქონდეს წესით თვითონ თემას, რაც მოყვება ხოლმე. მაგრამ თემას თუ არ მოყვა და არ გვექნება control panel-ში რაიმე ესეთი გასათიში ადგილი, მაგ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვიწევს რომ დავწეროთ HTML CSS-ი და რაღაცები დავმალოთ ხელით. მაგისთვის ახლა ცოტა ჩინურად უნდა ვილაპარაკო მომდენო 2 წუთის განმავლობაში. გავხსნათ ჩვენი inspect ელემენტი და შესაბამისი select-ის თულით მოვძებნოთ აი ეს სად არის მთელი სექცია უნდა მოვაშორო აი ეს. არ მჭირდება საერთოდ რომ აქ მქონდეს. header-ი ვიპოვე და ამას მიცემ ახლა display. ეს გავაკრე. მაგრამ ეხლა ნახეთ ესეთ რაღაცას ვიზამ. დავარეფრეშებ და ეგ ისევე აქ გაჩნდება. იმიტომ რომ inspect-ისთვისებაა ესეთი. და inspect-ი არის debugging-ის თული და რამეს აქ თუ გააფუჭებ, არაფერი არ შეიძლება website-ზე. all refresh-ზე ბრუნდება უკვე უკან ეს ყველაფერი. ამიტომაც მე დავმალავ ახლა ამას, დავუწერ ამ display none-ს. display none. მე ამას წამოვიღებ. customize გავხსნე აი ზემოთ არის ღილაკი, თუმცა მაგ customize-ის მიკითხვა შეგიძლიათ ასევე appearance და customize იგივე ფანჯარას გახსნეს ზუსტად. ჩამოვუქამოთ additional CSS-ში და ჩავწერ აი ამ კოდს. შესაბამისად უკვე ოღონდ აქ ის display none უნდა გავუწერო ამას important. ეს მინდა რომ ყველა ეკრანზე მოხდეს განაი იქ მხოლოდ. აქ რეალურად წეღან იმიტომ არ იცვლებოდა რომ media rule ეწერა, media ნიშნავს რომ კონკრეტულად 700 პიქსელზე მაღლა ეკრანებისთვის უნდა დამალულიყო ეს კონკრეტული სექცია. მე მინდა რომ ყველა ეკრანზე დაიმალოს აბსოლუტურად, ამიტომაც მაგას უბრალოდ მოვაშორე. ეს კონკრეტულად ჩინურია ჯერჯერობით, მაგრამ მე-6 სელექციიდან უკვე ამას აქტიურად შევეხებით და ძალიან მალე დაამოღავებთ რა ხდება და როგორ ხდება. აჰა. მოკლედ ის ნაგავი მოვაშორე ზემოთ. დაგვრჩა უბრალოდ ესეთი header-ი და დაგვრჩა ეს ნაგავი, რაც აქვს თვითონ მონიშნული ამას. ეხლა დავიწყოთ ამ ნაგვის მოშორებაც. ეხლა ამას აქვს padding-ი, ეს მოვაშორე ერთი. მერე დავიწყოთ ეხლა ამისი ძებნა. საიდან იწყება? აი, ეს სიმწვანეც არის მოსაშორებელი. ვიპოვოთ ეხლა საიდან იღებს? აი, არ ვარემი აქ. ეს მოვაშორე. ეს მოვაშორე. font size-ი არაფერ შუაში არ არის მაგასთან. line height-იც იდეაში არაფერ შუაში არ არის, არ მოცვლდეს. კაი, ესე იგი ამ სექციას მეტი არაფერი არ აქვს. უნდა ვეძებოთ ერთი. შობლ კონტეინერში უნდა ვეძებოთ ეგ. აი აქ. font size-ი არ მინდა. ზემოთ ნახოთ.
პადინგი 5 რემი. აი ეგეც მოვაშორეთ და ეხლა კიდე ექნება რაღაცა მაგას. ამის. ამას უკვე მარჯინი ექნება, სად არის? აი ეს. არა, ესეც მეგონი პადინგია. ესეც პადინგი. აი ესეც. ესე მოვაშორეთ. მაგრამ ეხლა ამას როგორც კი დავარეფრეშებ, ეგრევე დაბრუნდება უკან. მოკლედ რაღაცას დავამსგავსე ვებგვერდი, ხო? მაგრამ ეხლა ამას როგორც დავარეფრეშებ, ეს უკან დაბრუნდება, ეხლა ჯობია რომ დავიწყოთ, მივყვეთ ეს ყველაფერი ამოვიღოთ აქედან ინსპექტიდან და გადავიტანოთ უკვე customize-ში რომ ეს ყველაფერი არ დაგვეკარგოს, ხო ეგრე? დავარეფრეშოთ, მივყვეთ თავიდან, ენელა გავუთიშოთ რაღაცეები. დავიწყოთ აქედან. ჯერ მოვაშოროთ პირველი პადინგი. პირველი პადინგი არის აი ეს. უბრალოდ მინდა რომ ყველა ეკრანზე მოშორდეს. ამიტომაც გადავიტანოთ ესე ჩვენ customize-ში. ამას აქ ვაუწერია. დავწეროთ 0. და important როან ვიცი ეში მაინც იმოქმედებს, იმიტომ რომ აქ გამოჩნდა, მაგრამ ყველა ვარიანტში მაინც გვინდა რომ მოვაშოროთ, ეხლა დავარეფრეშოთ ეს. დაპატარავდა უკვე ჩვენი პადინგი. ეხლა გადავიდეთ აქ მხარეს. წამოვყვათ ეხლა მშობლიდან შვილამდე. აი გადავაწერეთ თავზე, ეს არის უკვე ჩვენი კოდი. ეს არის WordPress-ის კოდი. მერე წამოვედით ქვემოთ. აჰა, სექციაზე ჩამოვედით. სექციას გავუჩნდა ეს რაღაცა მწვანე ზოლი ზემოთ. მოვაშორეთ აი ეს პადინგიც. წავედით. ზემო ისევე customize-ში. ჩავაკოპიროთ უბრალოდ ეს მინდა რომ media rule-ზე კი არ იყოს აბსოლუტურად ყველგან გამოჩნდეს. პადინგ 0. ყველა სექციას გაუნულდა პადინგები მაგით. ცოტა გადავაწერე იდეაში ამის კოდს. ოდნავ შევცვალე ამის ლოგიკა. კარგი, ეხლა ვქნათ ეს მოვაშოროთ კიდე ეს პატარა 10 პიქსელიანი რო ქონდა. ამას ახლა მოვკიდებ, ეს უკვე ნახეთ ელემენტორის ყოფილა, აი, რადგან კლასს აწერია რომ elementor column gap რაღაცა. პრინციპში ეგ შეგვიძლია უკვე რომ ვიპოვოთ ელემენტორშიც. აი, აქ ვიპოვოთ, რომ დავარეფრეშოთ, მოდი. თუ default-ად არ აქვს რამე გაწერილი WordPress-ში, იმას ელემენტორს მაგ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ვიპოვოთ უკვე აქ ამ ადგილზე. უბრალოდ აქ არა, დავიდეთ ცოტა ზემოთ. Slider Oceans დაედიტება არ მინდა, იმიტომ რომ დავაედიტო აი ეს edit column. ამას აქ არაფერი არ აქვს გაწერილი. ანუ აქ როქონის მარჯინია პადინგი, მაგ შემთხვევაში მოვაშორებით. ეხლა ამას ზემოთ არ მიჩანს, წეღა რაღაცები რო დავმალე. უკვე გამიქრა, წეღარასაც ხედავდი იქ. აი ზემოთ რო X-ი და რაღაცა ქონა layout-ი საკონტროლო, მაგას ვეღარ ხედავ. აი ამას გულისხმობ და აი ამას ვეღარ ხედავ, იმიტომ რომ შევარდა უკვე ამის ქვეშ. აღარ ჩანს. ამიტომაც პრინციპში რადგან მაგასთან კავშირში მაინც არ ქონდა, ავდგები და მოვაშორებ უკვე მას ხელით. Customize. არ შემოვაგდეთ უკვე აქ. ესე და 0 პიქსელით გავუწერთ. შეიძლება თავისით გააკეთა ეგ ყველაფერი. ეხლა ქვემოდან. ზემოდან გავასუფთავეთ. ნუ ეს ეხლა მომხმარებელს არ გამოუჩნდება. აი ნახეთ, ეს არის უკვე იმის გამო, რომ მე დალოგინებული მომხმარებელი ვარ. ეხლა რომ ავიღო მე ეს ლინკი სად არის, მოდი ამას დავააპდეიტებ. უკვე თქვენ შეგიძლიათ იდეაში ამის ნახვა. სად არის? preview-ზე არ მინდა რომ გავუშვა ეს. სადაც ჩემი გვერდი. აი ესე, ამას views მივცემ. და აი ეს რო თქვენ შეგიძლიათ ეხლა წესით თქვენ რაც უნდა გამოჩნდეს. აბა თქვენ შეხედეთ, თქვენთან წესით ეს edit with web page builder არ უნდა გამოუჩნდეს. აქ რომ ესე გავაკეთოთ ცალკე, არც ჩემთან არ გამოჩნდება. აი, არ გამოჩნდა, მაგრამ ეს ნაგავი ქვემოთ მაინც მოყვება.
ამიტომაც ეგეც უნდა ავდგეთ და დავმალოთ ახლა ჩვენ. თურმე პირველი რაც საკეთებს ეს მარჯინია, გამეს ყვითლად არის აქ. მარჯინი მოვაშოროთ მოდი ამას. ეს. მოდი ფუთერის აი აქ არის კიდე ეს. მარჯინ ტოპიც მოვაშოროთ, ესე. კარგი, დავай, მოდი გადავიტანოთ ახლა ესენი იქით მხარეს. გავწეროთ 0. ეს ამოვაკომენტაროთ უკან, იმიტომ რომ კომენტარს არ კითხულობს. და შევხედოთ რა ქნა. ხო, ეხლა გავიტანოთ ეს უკვე ჩვენ page 22. აი links მომწევ, იქით მხარეს რაც არის უკვე ნაგავია ლინკში და არ მჭირდება. ესენიც არაფერს არ მჭირდება. და Ctrl Shift N. აქ გავუშვათ უკვე შესაბამისად ეს ლინკი. ნახოთ თუ მოშორდა. კი ბატონო, უკვე სუფთა არის ჩვენი ვებგვერდი, ხო? ზემოთ გვაქვს ლოგოს ადგილი, მერე მოდის აქეთ მენიუ, search bar-ი აქედან შეგვიძლია კი ამოვაგდოთ და მერე შეგვიძლია უკვე გავაკეთოთ რაღაცეები. ქვემოთ გვაქვს უკვე ფუთერი copyright-ის, რომელიც edit-საც მერე განახებთ როგორ ხდება. კაი, ეხლა მივყვეთ უკვე რაღაცებს. ნაგავი გავასუფთავეთ ვებსაიტზე, არაფერი არ გვაქვს დარჩენილი. თქვენ შემთხვევაში ეს ცოტათი დამაბნეველი ჟღერთ არწმუნებული ვარ და ბევრი რაღაცები აქ ვერ გაიგეთ, მაგრამ რო იცოდეთ უბრალოდ ესეთი რაღაცები არსებობს. მერე ვნახავთ მე-6 ლექციიდან უკვე როცა HTML-CSS ვისწავლით, ესენი როგორ უნდა გააკეთოთ. ამ შემთხვევაში დავიწყოთ უკვე ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენ ვებსაიტის მშენებლობა აქეთ. დავარეფრეშოთ ეს გვერდი, რომ გავქრეს ეს რაღაცა ბანდის სტილები, რაც მოყვა თემას. და ჩამოვიდეთ უკვე ქვემოთ დავიწყოთ რაღაცების კეთება. გავაკეთოთ მეორე სექცია, ისიც ასევე გავშალოთ. ფულვიცი მივცეთ. უბრალოდ ამას ახლა გავუწეროთ ზემოდან მარჯინი. მარჯინი არის დაშორება კონტეინერებს შორის. ამას გავუთიშავ, შესაბამისად margin tops გავუწერავ უკვე. ესე. 10 პიქსელს გავუწერ, შემიძლია პროცენტებში გავსხრო და ისე გავუწერო, არც ეგ არ არის პრობლემა, 40% უბრალოდ ბევრი იქნება. ვიქნათ რაღაცა 6%. ამაში ჩავაგდოთ ახლა რაიმე ტიპის სათაური. აი ეს ამის alignment-ი გავაკეთოთ ცენტრში, ეს არის ცენტრში გავუშვათ. მერე ამას მივცეთ აქედან ხარის ფერი. ფერი რომ მივცეთ, უნდა გადავიდეთ style-ში, style-დან დავიღოთ ეს. მოკლედ ეს არის ძალიან ზღაპრები ახლა. ბევრი რომ ამაზე არ გელაპარაკოთ, ამაზე მოგცემთ მე ტუტორიალს. და ეს უნდა გაარჩიოთ ძალიან კარგად შემდეგ ლექციამდე. ეს დავალება ასატვირთიკოთ დაიმახსოვროთ. შეგახსენეთ დაიმახსოვროთ რა. ხვალამდე არის ამის წინა დავალებისათვის და მომდევნო დავალების იქნება სამშაბათს. ამას დავააპდეიტებ ახლა და შევხედოთ გარეთ რა ხდება. მერე გადავიდეთ უშუალოდ უკვე პოსტების დადებაზე. მივიღეთ უბრალოდ ამ გვერდს აქვს ესეთი რაღაცა ცუდი სტილი, იმიტომ რომ გამოყვა ბოდის აქ ფერი მინიჭებული რაღაც. დარე, მაგ ფერს ახლა ვნახავ რა, საიდან ინიჭება. background-ი ეს არის? აი, ხო. ეს რო გავათეთ, რომ ახლა ჩვეულებრივად ყოველი ახალი კონტენტი რაც დაემატება, იქნება თეთრზე. ესეთი სტილები შემოაქვს თემებს. ეხლა რა არის თემები, რამდენჯერ ვახსენე, ხო? პლაგინების ამბავი ნახეთ, როგორც ხდება, როგორც ემატება, პლაგინები არის ფუნქციური ნაწილები, მოდის უკვე მერე თემების მხარე. ეხლა რა არის თემა თვითონ? თემა არის ვიზუალური ელემენტები, რომელსაც წინასწარ დიზაინერები, დეველოპერები ერთ-ერთი კრებებიან, აკეთებენ ამ ყველაფერს. და მერე დებენ ესეთ უზარმაზარ მაღაზიაში, რომელსაც ქვია ThemeForest. ეს არის ოფიციალური მაღაზია, სადაც ყიდულობთ როგორც მაღაზიის ტემპლეიტებს, ან გამზადებულ დიზაინებს თავის ფუნქციონალებით, ყიდულობთ ბლოგებს, ნიუსლეთერებს, რაღაცა
სასტუმროების ვებსაიტებს და ასე შემდეგ, ხო? ძირითადად ყველა ვარიანტში მაინც მოგიწევთ ხოლმე როგორც დამწყებას, მოგიწევთ რომ შემოხვიდეთ ThemeForest-ზე, ეძებოთ თქვენ თვითსასურველი layout-ები და იმის შესაბამისად დაინსტალიროთ უკვე რაღაცები. მე ჩემ library-ს დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ. მოგცემთ აი ბევრი თემა მაქვს ნაყედი აქ უკვე. თითოეული თემის ფასი საშუალოდ მეყობს 50-დან $74-მდე. ძალიან ბევრი პრემიუმ თემა მაქვს შეძენილი. სანამ დავწყები ვიყავი, ვიყენებდი ესეთ რაღაცებს. ხო და ნუ თქვენ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ აქედან რომელიდან. მე ყველაზე კარგებს აქედან ამოგირჩევთ და მოგცემთ რომ იმუშაოთ, განახებთ როგორ უნდა დაინსტალიროთ ასევე. ნუ პირველ რიგში მოდი ახლა გამოვწერ. ყველაზე მარტივი სამუშაო ალბათ რა ჩემთვის არის B-თემა, იმიტომ რომ უამრავი საიტი მაქვს ამაზე წყობილი. გადმოვწერ ახლა ამ თემას, all file documentation. და ავტორთა მერე იქით. რო განახოთ რეალურად რომ აქ ბევრი რაღაცები იცვლება იმ მომენტში როგორც კი თქვენ დაინსტალირებთ რაღაცა ახალ ასე features ხო როგორც არის ეს თემა. მაგრამ პრინციპში მოდი ახლა ეგ რო განახოთ ძალიან მაგაზე უფრო დაიბნევით. არ გვიდა მოდი დღეს გავანებოთ მაგას თავის სიელბოში კი გვაქვს, მაგრამ შევშვათ დღეს მაგას. გადავიდეთ ახლა მოდი ჩვენ ისევ dashboard-ზე და შევქმნათ ერთი ახალი გვერდი Visual Composer-ით და გამოვიტანოთ იმაზე უკვე რამდენიმე პოსტი, რომ ჩვენ სილაბუსს გავუყვეთ მაინც. აქ გქონდეს ახლა ბლოგი. ბლოგი დავუყვეთ ამას. backend-ში გადავიდეთ და ეს დავაპაბლიშოთ. გავიდეთ ნახოთ რომ ეს მუშაობს. გვერდი მუშაობს, ყველაფერი კარგად არის. და ახლა გადავიდეთ და გავაკეთოთ აქ რამდენიმე პოსტი. პოსტებს გავუკეთოთ თავისი სახელები და მაგალითად ეს იყოს რაღაცა Iron Man-ი. გქონდეს რაღაცა Iron Man is a hero, რაღაცა ისეთი. And rest in peace, Mr. Stark. ის დავასპოილერებ ბოდიში. და ამას გავუწეროთ რომ გქონდეს რაღაცა heading. და მე რაღაცა lorem ipsum ტექსტები იყოს ამათაც. თუმცა ცოტა უფრო ტყოს რო გავდეს lorem ipsum-ი. ამოვიღოთ აქეთ რამდენიმე generate მიცეთ მოდი. და ვითომ აი ძალიან ვითომ რა პრინციპში ცრემლი მომერია მე რომ მაგას უყურე, მაგრამ ვითომ აი ძალიან რაღაცა ემოციურ ტექსტს წერთ ახლა ამასაც. და ვიღაცა ცრემლი მოვადინოთ. საწავიდა. ჩავუგდოთ ეს. ბოლოში გავუკეთოთ ესეთი რაღაცა smile. ეს დავაპაბლიშოთ. და მივიღეთ უკვე პოსტი. ეხლა ამ პოსტზე ჩვენ გვინდა რომ გქონდეს რაღაცა read-more ღილაკიც, ხო, რომ დავაჭერთ და მე მომხმარებელი გადავიდეს უკვე შიდა გვერდზე სრულ წაკითხვაზე, ხო, ამ შემთხვევაში. უნდა ავდგეთ, ეს რა არის, ასე არა ვარ თვითონ ჩააგდო. ესე. და მინდა რომ გარეთ გამოვარდეს რაღაცა ტიპის ტექსტი. ეს რაღაცა აქამდე გამოვარდეს ტექსტი და მე ჩავსვათ აქ უკვე insert read-more. აგაკეთე ახლა. read-more-ები ჩამისვა ბოლოში. ამას აქედან ამოვიღებ. ხო, ეს არის. აქვე რო განახოთ ორი ედიტორია, classic editor-ი არის ამ შემთხვევაში, როცა ტექსტს ვეხები ყველა ვარიანტში მაინც. და ტექსტში ხედავთ უშუალოდ აქ რასაც აკეთებთ აქეთ მხარეს, მაგალითად რო გავსტილო რაღაც აი ეს. ამას რომ მივცე bold-ი. ის მოინიშნა, მაგრამ კაი. bold-ი რომ მივცე მაგას, აქეთ მხარეს გადმოვალ და ტექსტ ჩაიწერება strong tag-ებში, აი. strong გამხსნელ tag-ი, strong დამხურავ tag-ი. ასეთი რაღაცებს არ მინდა რომ შეგეშინდეთ, მზად იყავით, იმიტომ რომ ესეთ უამრავ რაღაცას ვისწავლით და რო დავღავით ასეთ რაღაცებზე გაგეცინებათ მე. სად იყო? read-more მინდა რომ ჩავსვა, ხო? და აი აქ მინდა რომ read-more ჩაჭდეს. ჩაჭდეს მეთქი. ბოლოს ჩამის. ეს არის ამისი ბაგები, ხო? აი classic editor-ი ძალიან ცუდად მუშაობს უკვე 5.1 ვერსიის მერე.
მათ ამოვიღებ update მიცეთ ამას. აქ არის ორი ტიპის გამქვეყნების გზა. ერთი არის preview, მეორე update. preview-ს ხედავთ ხოლმე თქვენ, ანუ რეალურად მე თუ აქ რაღაცას ვაკეთებ. თქვენ ამას ვერ დაინახავთ, მაგრამ მე როგორც კი updates შევქმნი ეგრევე თქვენ ლინკზე გადასვლის შემდეგ უკვე შეძლებთ იგივე რაღაც დაინახოთ, რასაც მე update-ზე გავუშვებ აქედან. ეხლა მოდი ავდგეთ და გავაკეთოთ კატეგორია. მას დავარქვათ sci-fi drama. და მოდი შევქმნათ ახლა მეორე პოსტი კიდე. add new დავარქვათ. rip Iron Man. ოკეი, სამოკლზე. და მე შევქმნათ ახალი. აქ ვქნათ Hulk. As you get smarter. ესე. თაგები არ გვინდა ჯერ, მას დავარქვათ მოდი რამე ახალი კატეგორია ის თუ sci-fi drama იყო, ახლა მას დავარქვათ მოდი Hulk-ი დავარქვათ უბრალოდ ვერ ვარ ფანტაზიორო. მერე აქ შევქმნათ ჩვენ რამე Hulk. თამასათაური. გავცენტროთ შუაში და აქეთ მხარეს თუ დააკვირდებით ჩაჯდა ეს ყველაფერი რაღაცა H13 ტაგში, იმიტომ რომ მესამე ტიპის heading-ი არის და ქვემოთ ან გვერდზე გავუშვით კიდე რაღაც შესაბამისი კოდი, რომელიც პასუხს აგებს მის გაცენტრვაზე. გაიცენტრა და აქაც ჩავაგდოთ შესაბამისი ეს lore მიცნო ტექსტები, ხო? Font Hulk-ი დიდად არ მომწონს. ამიტომ ცოტა მცირე ტექსტს მოვუძღვნი Hulk-ს. ეს კატეგორიას მივანიჭებ, კატეგორია არის Hulk-ი, ხო? ხო დაუწერეთ ახლა რატო აქ. არ დამემატები. დავაპაბლიშოთ ესეც. მივიღეთ უკვე გვაქვს ორი პოსტი. ეხლა მე ვდგებით დავაყენებ duplicator plugins, რომელიც ამ ორს დამიკოპირებს ძალიან ბევრჯერ. ამდენჯერაც მინდა და მე იმაში უბრალოდ duplicator ხო არ არის? არ მახსოვს ეს თუ როგორ იწერება. არ არის ეგ duplicator არის. Duplicate. Duplicator კი არა duplicate post არის. ეს plugin-ი არის. და ეს plugin-ის ინსტალაციის შემდეგ თითოეულ ემაზე post-ზე და page-ზე გვერდზე მექნება clone post ან clone რაღაცა page ეგეთი წარწერა. პორტფოლიოზეც იმოქმედებს ეგეც ხოთა შორის. ესე, გადავიდეთ ახლა ჩვენ პოსტებში და აი გაჩნდა უკვე კლონი. დავკლონოთ ახლა ეს ჩვენ რამდენჯერმე. ახლა quick edit-ში ამას draft შევუწვი publish-ზე, გამოქვეყნდეს და Hulk got smarter all volume 2.0. უფრო ჭკვიანი გახდა ამ პოსტში. და დავთქვათ, რომ სასწაული მოხდა და Iron Man come back from parallel universe. After satellite programs talks. This is publish equals. მე მგონა დავაკოპირე. კარგი, მაშინ ახლა ამას შევუცვლი სახელს, როგორც იყო წერა. Rip Iron Man. ამასაც publish-ზე გამოვიტან და ახლა განახებთ ამდენი რატო ვაკეთე.
გადავიდეთ ახლა ჩვენ გვერდებში და ეს პოსტები გამოვიტანოთ ბლოგის გვერდზე. Edit-ი. მე გავხსნათ უკვე ჩვენი Visual Composer და დავიწყოთ ამის კეთება. თქვათ, შევქმნათ ეგრევე სექციაში ჩავაგდოთ row. იმიტომ რომ ყველაფერი არის ბლოკებად დაყოფილი, რაც უფრო მეტი ბლოკი გვაქვს, მით უფრო კარგად იქნება ყველაფერი დანაწილებული და მარტივად მიიღნებთ რაღაცებს. და ამას ჩავაგდოთ ახლა რაიმე ტიპის heading-ი. See the latest news from Marvel world. ავცენტროთ ესეც. მივანჭოთ ამას რაღაც heading-ი, heading 4 იყოს და ესე დავტოვოთ. ეხლა ამას ჩავაგდოთ ჩვენ შემოვიტანოთ post-grid ელემენტი. post-grid-ი აი ეს არის. და შენ პოსტები უნდა იყოს source-ი და ეხლა შემოვიტანოთ კატეგორიები, რომელი კატეგორიიდან უნდა გაიფილტროს. ესე იგი, ეს კატეგორია მინდა რომ შემოვიდეს და კიდე მინდა sci-fi drama. ეს წერა იქ. წერა. სად იყო კატეგორიები? ой, მეორე არ მიმიცია. მეორე პოსტისთვის არ მიმიცია, მე თურმე კატეგორია. სად არის? Quick edit-ში მივცეთ. აქედან არ ეკნება. კაი, მოგიწევს დავაედიტოთ. შევიდეთ შეგნით. და ამასაც მივანიჭოთ კატეგორია. Sci-fi drama. ამ კატეგორიას მოვაშოროთ. იმიტომ რომ default კატეგორია არაფერში აღარ გვჭირდება. და მე გადმოვიდეთ უკვე მეორე პოსტსაც მივანიჭოთ იგივე. რომ ყველა პოსტი გამოგვივარდეს კარგად. Quick edit-ში არ გვინდა, მივანიჭოთ აქეთ. პრინციპში quick edit-დანაც უკვე გამოვიდოდა, იმიტომ რომ შექმნილი მქონდა კატეგორია. იქაც გამომიჩნდებოდა. ეს არის უშუალოდ სამუშაო პროცესი, რა ეს ეკეთება ყველა ვებსაიტი. უბრალოდ თქვენ თავიდან ძალიან ნელა მოგიწევთ ეგეთი რაღაცების კეთება. მაგან არ დაგაბნიოთ და мотиваცია მაგითი არ მოგიკვდეთ, იმიტომ რომ კარგი რაღაცები გამოდის WordPress-ზე ძალიან. სად არის? გავხსნათ ეს ჩვენი ელემენტი ისევე. უბრალოდ ეს ახლა აღარ იმუშავებს, ეს ჩემ უნდა დავააპდეითო, ანუ უბრალოდ უნდა დავარეფრეშო, დავააპდეითებ, იმიტომ რომ ეს აქ რაც ხონდა გაკეთებული არ დამეკარგოს, ბაზიდან წამოიღოს ხელახლა ინფორმაციას და გამოჩნდება აქაც უკვე მეორე კატეგორია. ხალკი არის პირველი კატეგორია. მეორე არის sci-fi drama. აი ამ ორ კატეგორიაში გაერთიანებულ პოსტებს გამოაგდებს შესაბამისად. და ამასაც კიდე რაღაც ლოგიკები გვაქვს გაწერილი, რა ლოგიკით უნდა გამოვარდეს ეს პოსტები. გვაქვს ახლა 4 პოსტი, total items, ну, ამას ამდენსაც მოიჩავთ, იმდენი აიტემი გამოვარდება თვითონ ამ post-grid ელემენტის მიერ. მაგალითად 4 ცალი ავიღოთ, იმიტომ რომ 4 ცალი გვაქვს სულ. მერე grid per row, ну, ეს გასაგებია რაც არის. მერე gap-ი არის დაშორება ამ თვითონ box-ებს შორის, იმიტომ რომ ესენი grid-ზე დავარდალაგდებიან, როგორც აი აქ არის post-grid-ზე მოცემული layout-ი აი ეგრე. მერე ამათ გავუწეროთ რაღაცა ანიმაცია, აი რაღაცა ესე შემონეგენი და პრინციპში მეტი არაფერი არ არის აქ, ხო? Display style, load more button-ი მივცეთ. მოდი მივცეთ. Items per page-ი გავუკეთოთ. Per page-ი იყოს 2 ცალი. 2 პოსტი გამოვარდეს თავიდან და მერე load more ღილაკზე დაჭერის შემდეგ უკვე გამოვარდეს დანარჩენებიც. მოდი ახლა ეს დავააპდეითოთ და შევხედოთ ახლა გარეთ რა მივიღეთ. სიმახინჯე იქნება, მაგრამ არ აუშვებს. ესეთი 2 პოსტი მივიღეთ. უბრალოდ ძალიან მახინჯია. ახლა მოდი ეს ყველაფერი გავალამაზოთ ხო ჩვენ. იმიტომ რომ არ გვინდა რომ რაღაც ისე მახინჯად გქონდეს ყველაფერი. ხო და მოდი შევიდეთ ახლა ჩვენ პოსტებში. და ამათ ავუკეთოთ რამე სურათები.
სურათი რო ავტვირთოთ, მაგისთვის გვჭირდება featured image-ი. ბოლოში არის. ავტვირთოთ ყველას აი ეს სურათი. შეგვიძლია ასევე სურათი ჩავაგდოთ დღეს ამ ტექსტის ბოლოშიც, რაღაც აი აქ. აი აქ. შუაში ჩავუშვათ რამე სურათი. აი ესე. ამის ზომის გაზრდა შემილია. შემილია ასევე გავაკეთო ესეთი რაღაცაც. გვერდზე მივუსვა და ასე შემდეგ. აქედან ხარჯ გადმოვიდე რამე ხვარწერია. ჯერ არაფერი. კარგი. ეს ერთი გავაკეთე, ახლა მეორეს გავაკეთებ. ეს გავთიშოთ არაფერში არ მინდა, ესეც არაფერში არ მინდა. ამასაც ავუტვირთოთ. ეს მივცეთ სურათად, მე კიდე გამოვიდეთ უკან. ამასაც მივცეთ რამე სურათი. ავაჭრელთ რა ხან ერთი სურათი, ხან მეორე სურათი, რომ განსხვავება დავინახოთ. ესე და დავრჩა ეს ერთიც. ეს არის ჩვენი პოსტის შიდა გვერდი. ესე გამოიყურება და ქვემოთ არის კიდევ ასე აქ რო გადავალ, ახლა მეორე მხარეს აქ ორი წელი გაჩნდება უკვე. შემიძლია წინ და უკან გადავიდე. ეს არის პოსტის შიდა გვერდი. რა თქმა უნდა, სიმახინჯეა, მაგრამ ამას დავალაგებთ კარგად უკვე მე. ხოლმე ამ შემთხვევაში აქაც სულად გამოჩნდა ეს. რაღაცა სტილები არ წერს თავზე. აი გამოჩნდა უკვე ჩვენი მეოთხე პოსტიც, როცა რაღაცა გავუკეთეთ ქვემოთ. ეს რისიბრალია სიმართლე გითხრათ, ახლა ვერ გეტყვით. რაღაცა გააფუჭა ახლა ეს. ან ჩემმა CSS-მა გააფუჭა. ან თვითონ თემის რაღაცა ვერ მუშაობს კარგად. ან შეიძლება ჩემი ბრალია ეგეც და შეიძლება გამოსწორდეს ეგ ახლა უცებ. სად არის? ჩვენი გვერდი. თუ ვიპოვე page-ი. რადგან ახლა ეს ჩვენი გვერდი ადგილს ძალიან ცოტა სიკავებს გვერდზე, მაგრამ მიეჭეჭყა ესენი ერთმანეთს. ახლა ავდგები და ამ სექციას გავწელა მე ბოლომდე, როგორც იმაზე გავაკეთე. Stretch show and content. მე ამასაც პრინციპში stretch show and content გავუწერ. აქ უკვე ამას no padding-ს მისცემ, რომ გვერდებიდან დაშორება არ კონდეს. ახლა ამას დავაპდეიტებ და მივიღებ უფრო ლამაზ შედეგს. ვერაფერი ვერ მივიღე. რა ყველა. ხო დავაპდეიტ. ვნახოთ რამე რა შემიშალა ახლა აქეთ. page-ი მოგებოთ ხმიცეთ. შეიძლება ანიმაცია უშლის და ანიმაცია არ არჩენს რაღაცას კარგად. აშკარად აქ არის პოსტები, იმიტომ რომ გვერდი დაგრძელდა. 4 პოსტი მიჩანს. ხო. პრობლემა არის რაღაცაში ხა. მე რაღაც დავმალე უეჭველი აქ CSS-ით. და ეგ რაღაცას უშლის ხა ხელს. მაგანაც თუ არ შეუშალა. მაშინ აღარ ვიცი რა ჯანდაბა უნდა ამ თემას უბრალოდ თემები არის ესეთი პრობლემები. ან მუშაობენ ხან არ. კარგი, მოდი ხა ეგ გამოვსწოროთ ეგ რატო არ მუშაობს, მე ვნახოთ. ესე იგი რესპონსივზე მუშაობს.
მაგრამ როგორც გავდივარ გარეთ, აი რაღაცა ედება ზემოდან, ხო? რეალურად აქ არის ჩემი პოსტები ყველა, იმიტომ რომ page-ი დაგრძელდა. Post inner-ი არ მინდა, header-ი არ მინდა. ჩავშალოთ ახლა section. ცით ახლა ამას მოდი. ან არ უშუალო. ნახოთ სად არის პოსტები. პოსტები უნდა იყოს აი ამაში. უშუალო. არც ამან არ უშუალო. კარგი, ჩავხედოთ ახლა შეგნით გვერდს თვითონ რა ხდება შეგნით. Stretch row and content-ი. აქ ხო disable-ი არ მომიცი არაფერს. Stretch section, რა მნიშვნელობა ქონდა? Disable-ი არ არის. თორე ცოტა უფრო მარტივად განახეთ მე მაგას როგორ შეიძლება გაკეთე. თუ ვერ გამოსწორდა. აი ამოვარდა რაღაცა. უეჭველი ანიმაცია აფუჭებს რაღაცას. ვერ ეტევა. საქმე ისე რომ ვერ ეტევა. გვერდის layout-ები მიფარავს აქაურ სტილებს. ვერ ეტევა რეალურად რაღაცეები, იმიტომ ვერ ეტევა, რომ ამ თემას აქ რაღაცები აქ შეგნით არეული. Support-ი არ აქვს, უბრალოდ მაგ პლაგინის და კარგად ვერ აკეთებს რაღაცებს. ესეთი თემები ცდილობენ ხოლმე, რომ გაყიდონ მათი პროვერსიები და მე გაწოვონ ხოლმე რაღაცებს. იმენა მაგათ სივრცეში რომ იმუშაო. იმიტომ რომ უბრალოდ რეალურად არავინ არაფერს არ გაძლევს, ხო ეგრეა. კარგი, მაშინ ესეთი რაღაცა გავაკეთოთ ახლა ჩვენ. Item design-ი. დიზაინში არ მინდა. ნანი მივცეთ ამას. ამას შეიძლება ადგილი აღარ დაიკავოს დიდ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება მისი content box-ი იკავებდეს რაღაც ადგილს. არა, მაგისი ბრალი არ არის. load more button-ი, კი ბატონო, lazy არის, fairy არის. ანიმაცია არის. მოდი ამას ID მივცეთ და ID-ით დავიჭიროთ და შევხედოთ. მაგალითად NK blog. blog. და დავიჭიროთ და წამოვიღოთ ზემოთ. Default-ი ძალიან პატარებია ამისი. ეს უეჭველი ისე უნდა მქონდეს, no padding-ები მინდა და აქ რა stretch sections მიცე და რა სიზავს. ხო, აი აქ არის ახლა რომ შეგახედოთ კონტეინერი. ამისი არის რეალურად აი აქ, არის. რაღაცა არ უშვებს რეალურად იმის იქითკენ. ვერ ეტევა რამდენიმე პოსტი. კაი, აწი ვიცი რომ შემდეგ კურსზე ყველა ვარიანტში ამ თემას არ გამოვიყენებ. უფასოს ვეგრე რომ ფასიანზე დავაწყებინებ ხოლმე ხალხს რაღაცების კეთებას.
საშინელება არის. მოკლედ იდეა ის იყო, რომ გამომეტანა ამ ადგილზე ორი პოსტი ლამაზი ვიზუალით. ნუ გვერდი მინდოდა და მე ლუად რომ დავაქქებთ კიდე გამოჩენილიყო რამდენიმე პოსტი. მაგრამ აშკარად ეს თემა მაგის საშუალებას არ გვაძლევს. ისეთი ძალიან ბევრი кейსი გექნებათ. აი თუ დააკვირდებით აქ რაც გავაკეთე წეღან პოსტში, სურათი featured image რაც ავუტვირთე ის დავარდა თავზე, მე ამოვარდა უკვე თავისი სათაური ამ პოსტის და ქვემოთ რაც წერია უკვე ტექსტი, სადაც read more ჩავსვი, იმის მერე დაისვა ესეთ სამი წერტილი და read more ღილაკის დაკლიკის შემდეგ უკვე შემაგდებს შიდა გვერდზე. featured image ასევე ვარდება ამ ადგილზეც და მთელი მუღამი page-ების და პოსტების ის არის, რომ page-ების პოსტები შეგვიძლია რომ გამოვიტანოთ page-ების შესაბამის ადგილზე და ვანახოთ უკვე მომხმარებელს. მომხმარებელ გამოცდილებაზე უკვე გასაუბრებით შემდეგ ლექციაზე. ეს ლექცია ცოტა უფრო პრობლემური აღმოჩნდა, უფრო პრაქტიკული სამუშაო მოითხოვა, ვიდრე თეორიული. ვეცდები რომ შემდეგ ლექციაზე ესეთი პრობლემები აღარ შევხვდეთ, უკვე თემაზე გადავალთ პირდაპირ. რამე კითხვები თუ გაქვთ პრინციპში მე მგონი დღეს ძალიან აირიეთ, რა ძალიან ბევრი რაღაცები ვაკეთე აქ. მაგრამ თუ რაღაც ის კონკრეტული კითხვა გაქვთ, დიდი სიამოვნებით უპასუხებდი აქ. აბა, კითხვა არაფერი არ გაქვთ? ხო. ჯერ ძალიან დაბნეულები ხართ, ვიცი და დალაგება დაგჭირდებათ უფრო ამ ყველაფერს. ამ ვიდეოს აუცილებლად მეორედაც უყურეთ. მე ტუტორიალებს აგიტვირთავთ, ელემენტარი რო გაარჩიოთ კარგად და ეს აუცილებელი პირობა იქნება ელემენტარი უნდა იცოდეთ ყველა ვარიანტში აგიტვირთავთ ისე პრო ვერსიას, რომელსაც ატვირთვათ თქვენს ვებსაიტზე და დაიწყებთ უკვე შემდეგ დავალებისთვის რაღაცების კეთებას მაგაში. მაგრამ ეხლა სანამ მე ლექციას მორჩები, მანამდე მინდა განახოთ როგორ უნდა შექმნათ საკუთარი ვებსაიტები ამ სერვერზე. იდეონისგან არ გვაქვს იმისი უფლება, რომ მოგცეთ ეს სამუშაო ფოლდერები, შესაბამისად ამას ვერ იღებთ, აქ ვერ შემოდიხართ, ვერაფერს ვერ აკეთებთ, მაგრამ შემიძლია დამოუკიდებლად მოგცეთ დასაინსტალირებლად ვებსაიტები, ესეთ რაღაცას გავაკეთებ, ეს არის. ირენდილით არ მინდა დალოგინებ. სანდროთი უნდა დალოგინდე. წამი. თქვენი ფოლდერები არის უკვე გამზადებული ამაში. სტუდენტ 1, სტუდენტ 2 და შესაბამისი ნუმერაცია აქვს ყველას. 17 ხართ და 17 ექნება, 17 ფოლდერი არის აქაც. მე 18 ეს ირენდილი ჩემია. ეხლა ნახეთ როგორ აკეთებთ მაგას. შევდივარ მაგალითად აი ამაში, აქ ხომ აქვს პროცესები. აქ არის ირენდილში არა. აი სტუდენტ 1-ში. ეხლა რომ ჩამოინსტალირე WordPress-ი. ამას წავშლი უკვე აღარ შეღამჭირდება პრინციპში მოდი ცოტა ხანი იყოს არ შევებს არაფერს. ეხლა მოვნიშნავ ამ ყველას და copy-ს მიცემ ეხლა კიდევ სხვა ფოლდერებში. htdocs თქვენ ამას გაგიმზადებთ. გამზადებული იქნება. თქვენ შემთხვევაში ყველაფერი. აი სტუდენტ 2-ში ჩამოინსტალიროთ. ეს არის WordPress-ის ძრავი, ჯერ სუფთა არის, არაფერი არ აქვს, მოკლედ ამას გაკეთებული. ჩემ მონაცემთა ბაზას შეგიძლიათ მიაბათ თქვენი ვებსაიტებიც და გამოგვივა multi-site. უბრალოდ მე ჩემ მონაცემთა ბაზაში ძალიან ბევრი რაღაცები იქნება ჩაგდებული და backup თუ დაგჭირდებათ ხოლმე ყველა საიტის backup-ი უნდა გააკეთოთ. ან მოდი რას ვიზავით, გაგიკეთეთ ერთ მონაცემთა ბაზას, ცალკე, სათავის მონაცემთა ბაზას გაიკეთეთ და იმაზე იმუშაოთ. და კაი იქნება ეგეც. უფრო მიეჩვევით რაღაცებს. ჩამოვიდე, ქნას ახლა რაღაც ძალიან ნელია მოკლედ ეს. request-ებს ვერ ერევა საერთოდ. ეხლა ნახეთ როგორ უნდა გააკეთოთ. ეს ხო არის media million-ი რაღაცა edu-g. მე ამას ხო ვაწერთ გვერდზე რაღაც შესაბამის ჩვენ ფოლდერის სახელს და მე უნდა მიაწეროთ ამას თქვენი სახელი, როგორც მე აქ მივაწერე, ჩემ შემთხვევაში ეს იყო ირენდილი. აი აქ მივაწერე ირენდილი, ეხლა დავაწერე აქ student 1. uppercase-ები და lowercase-ები მნიშვნელოვანია, წერტილი და მძიმეც. მნიშვნელოვანია forbidden. ცოტა წავიდა. მე რაღაცები მოგეწა, მე ჩავხურავ რაღაცებს, თორე ვეღარ ვიპოვებ რაღაცებს უკვე.
student 1. რა უნდა დამიწერა? ვახ. ამ სერვერზე მუშაობა ძალიან არ მიყვარს რა. ახიაძრო. student 1-ში ხო არ მოცემული რაღაცები. student 1-ში პრინციპში არაფერს არ ამოვაგდებდა, student 1 WordPress-ზე უნდა შევსრულიყო. აქ უკვე დაიწყება ესე ინსტალაცია თქვენი ვებსაიტის. გაყვებით მოკლედ ამას, დაიწყებთ უკვე მე მონაცემთა ბაზის მიბმას და აი ამ მონაცემებს შეიყვანთ, როგორც შემთან იყო მოცემული. ეხლა რო გავხსენი რა. მონაცემთა ბაზის სახელი, მერე username, მერე paroli და გააგრძელებთ უკვე. submit-ს რო დააჭერთ, მერე დაიწყებთ ჩვეულებრივად ვებსაიტის სახელი შექმნას და გექნება თქვენი საკუთარი ვებსაიტი. ერთ-ერთი რაც მინდა რომ გთხოვოთ არის ის, რომ აი ესეთი რაღაცა რო ქნა, არის setting-ებში general-ში რო გადმოვდივარ, აი აქ არაფერი არ შეცვალოთ. აქ ერთი წერტილი შეცვალოთ და всё საიტი აღარ გაქვთ ჩათვალეთ. ძალიან ბევრი წვალება დაჭირდება, მე ბევრი შემთხვევაში არის წვალება, თორე ერთი შემთხვევაში გამოსწორებას არაფერი არ უნდა. მონაცემთა ბაზაში იქნება შესაძლებელი რაღაცები და მე მომიწევს რომ ყველაფერი ვთვალო და ვასწორო ხოლმე. ამიტომაც ამას ხელს ნუ დაადებთ ხოლმე. ამ ლინკით უკავშირდება აი site URL-ი რო შევცვალე მონაცემთა ბაზაში. ნუ აქ ახლა ვეღარც ვაკეთებ. მაგრამ როცა ვაკეთებდი, ხო განახეთ რომ URL-ი შევცვალე ორ ადგილზე. ეგ URL-ები არის აი ეს და ამით მიმართავს რეალურად ბაზას. ამიტომაც ამას თუ შეცვლის მონაცემთა ბაზა ვეღარ დაინახავს თქვენ ვებსაიტს და გამოგივათ რომ გაგიფუჭდებათ უკვე საქმე. ხო. ესე გააკეთეთ მოკლედ მაგ თქვენ ვებსაიტებს. ეხლა მე ყველას ჩავაკოპირებ მაგ WordPress-ის ფაილებს, მე დაგიგზავნით Classroom-ში სახელებს და როგორც კი შექმნით, შეგიძლიათ რომ უკვე დაიწყოთ მუშაობა მაგას დავალებებს. და ყველაფერი ამ ატვირთოთ თქვენი ვებსაიტები იმაზე. არა, პრინციპში რანაირად ატვირთოთ სერვერზე წვდომა არ გაქვთ და PHP MyAdmin-ს ვერ ხედავთ. მოკლედ რავი კურსი გამიფუჭეთ იმის გამო რომ VPS-ი არ მოგწეს. ხო და ხავიდან მოგიწევთ რომ გააკეთოთ პრინციპში არაფერი არ გექნებათ მაგაზე გაკეთებული მაინც, მაგრამ ჯობია რომ თავიდან დაინსტალიროთ რაღაცეები აკეთოთ მან და მან დივარჯიშოთ უკვე რომ მე live რეჟიმში შევძლო რაღაცების ნახვა და შემოსვლა თქვენთან ვებსაიტებზე, რაღაცების შეცვლა პირობითად უნდა გჭირდებათ და ასე შემდეგ. ნუ რავი, დღევანდელი ლექცია ეს იყო. ცოტა კაი ლექცია დღეს რაღაცნაირად ვერ გამოვიდა ამ ერორების გამო, მაგრამ შემდეგზე ვეცდები რომ ესეთ სერვერული პრობლემები მომიგვარონ Twitch-მა და აღარ შევხვდეთ ამდენ რაღაცებს ერთად. თუ რაიმე კითხვები აღარა გაქვთ დღეს უკვე მე დაგემშვიდობებით და შევხვდებით უკვე შემდეგ ლექციაზე, დავალებები არანაირად არ გამოგრჩით არც ერთს. აბა, კარგად. კარგად მადლობა. ნახვამდის.